სავარძელში მჯდომი მოხუცის ქანდაკებას რომ მიუახლოვდა, არტიომმა მარცხნივ გაუხვია და ბიბლიოთეკის საფეხურებზე დაეშვა. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი იმ მედიდურ შენობას, გაახსენდა ყველაფერი, რაც ცოტა ხნის წინ აქ გადახდა და გააჟრჟოლა. ალბათ ამის ბინადარნი უკვე ბნელკუთხეებში შეიყუჟნენ, რომ იარები მოიშუშონ და სხვა თავგადასავლების მაძიებლებზე თავდასხმისათვის მოემზადონ. გაიფიქრა მან. თვალწინ დანილას გაფიცრებული სახე დაუდგა. გაახსენდა, რომ ბრამინს პანიკურად ეშინოდა ბიბლიოთეკარების. იმდენად, რომ მათზე ლაპარაკსაც კი ერიდებოდა. შეიძლება გრძნობდა, რაც ელოდა და საკუთარი სიკვდილის ღამის კოშმარებში ხედავდა. მკვლელთან ჩახუტებული მისი გვამი სამუდამოდ დარჩება ბიბლიოთეკაში. რა თქმა უნდა, თუ ეს ურჩხულები ლეშს არ შეჭამენ. ლეშს არ ჭამენ. არტიომს გააჟრჟოლა. შეძლებს კი ოდესმე დაივიწყოს ადამიანი, რომელსაც 2 დღეში ასე დაუმეგობრდა. დანილა ალბათ კიდევ დიდხანს გამოეცხადებოდა სიზმრებში და შეეცდებოდა მასთან ლაპარაკს. ფართო გამზირზე გავიდა და შეეცადა გაეხსენებინა ყველაფერი, რაც მელნიკმა უთხრა. პირდაპირ უნდა ევლოდა, არსად გადაეხვია კალინინის გამზირისა და სადოვოე კოლცოს გადაკვეთამდე. საინტერესოა, როგორ გამოიცნობს, რომელია ეს სადოვოე კოლცო. არ უნდა გადასულიყო სავალ ნაწილზე, მაგრამ არც სახლებთან ახლოს ევლოდა. რაც მთავარია, მზის ამოსვლამდე უნდა მიეღწია სმოლენსკაიამდე. კალინინის გამზირის განთქმული მრავალსართულიანი სახლები, რომლებსაც გაკუთვნილებული ტურისტული ღია ბარათებიდან იცნობდა, 9 კილომეტრში მოჩანდა. უფრო ახლოს იდგა უფრო პატარა ძველებური შენობები. ქუჩა მარცხნივ უხვევდა და ახლა არბათს უერთდებოდა. მთვარის მქრქალი სინათლე ჩამოწოლილი ღრუბლების სქელ საფაში ძლივს აღწევდა. ხანდახან ბურუსი ცოტა შეთხელდებოდა და სახლების ბუნდოვანი სილუეტები უფრო მკვეთრად გამოჩნდებოდა ხოლმე. მარცხენა მხარეს გამზირს ყოველ 100 მეტრში ვიწრო ქუჩები ჩაუყვებოდა. ასეთ განათებაზეც კი ამ ქუჩებიდან კარგად მოჩანდა ძველი ტაძრის გრანდიოზული სილუეტი. გუმბათზე აღმართულ ჯვარს კვლავ დასტრიალებდა უზარმაზარი ჩრდილი. როდესაც მის შესათვალიერებლად შეჩერდა, არტიომმა კიდევ რაღაც შეამჩნია. სახლის ჩრდილში შემალული უცნაური ფიგურა. სიბნელეში ძნელი იყო იმის გარჩევა, ჰგავდა ადამიანს თუ არა, მაგრამ აშკარად ორფეხზე იდგა. ამიტომ არტიომმა ჩართო ფარანი მიანათა და სამჯერ წრე მოხაზა. პასუხი არ მიუღია. ცოტა ხნის შემდეგ მიხვდა, რომ იქ დარჩენა საშიში იყო. მაგრამ სანამ წინ წავიდოდა, თავი ვერ შეიკავა და უმოძრაოდ მდგომ არსებას ფარანი კიდევ ერთხელ მიანათა. ახლა უფრო უკეთ გაარჩია იგი და გადაწყვიტა სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას. ის აშკარად არ იყო ადამიანი. სიმაღლით 2 მეტრ-ნახევარი მაინც იქნებოდა. დიდი მრგვალი თავი კისრისა და მხრების გარეშე პირდაპირ უერთდებოდა ზორბატანს. ხეცი ადგილიდან არ იძროდა, მაგრამ მაინც ძალიან საშიში ჩანდა. 150 მეტრი შემდეგ ჩასახვევამდე არტიომმა 1 წუთში გაირბინა. დააკვირდა და მიხვდა, რომ ეს ჩასახვევი კი არა, საცხოვრებელ კვარტალში განგრეული სივრცე იყო. არტიომმა თვალი შეავლო იქაურობას და კვლავ ისეთივე არსება დაინახა. ისიც გაუმძრევლად იდგა და დამალვას არ ცდილობდა. ყვაწმმა ჯერ იფიქრა, რომ ეს მისი ძველი ნაცნობი იყო და უბრალოდ აქ მოსვლა დაასწრო, მაგრამ იმავე წუთს ცოტა მოშორებით კიდევ ერთი ასეთი ფიგურა შეამჩნია. არც ერთ სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ამიტომ არტიომმა ისიც კი გაიფიქრა, რომ ესენი ცოცხალი არსებები კი არა, ვიღაცის მიერ აქ დადგმული და გამოფრთხილებელი უძრავი ნიშნები იყო. მესამე გზაჯვარედინთან არტიომის სახლს ამოეფარა და ფრთხილად გაიხედა შესახვევისკენ. მაშინვე დაინახა ის გიგანტური არსებები და გადაწყვიტა შეემოწმებინა მართლა ცოცხლები იყვნენ თუ არა. მეტროში გამახვილებული ინტუიცია ეხმარებოდა, მაგრამ აქ ზემოთ სულ სხვა გაუგებარი სამყარო იყო. სხვა წესებით ცხოვრობდა, ამიტომ შეიძლებოდა შეცდომა დაეშვა. არტიომი შეეცადა შემდეგ შესახვევამდე შეუმჩნევლად მისულიყო. კვლავ ამოეფარა სახლს, გაიხედა და სუნთქვა შეეკრა. ფიგურები მართლაც მოძრაობდნენ, თანაც ძალიან უცნაურად. ერთ-ერთმა ჰაერი დაყვნოსა, 4-ზე დაეშვა, გადახტა და სახლის უკან გაუჩინარდა. დანარჩენებმაც მას მიჰბაძეს. არტიომმა უკან დაიხია, მიწაზე დაჯდა და სული მოითქვა. ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ეს არსებები კვლავ ედგნენ. გამზირის პარალელური ქუჩებით მოძრაობდნენ და მის მარშრუტს აკვირდებოდნენ. რისთვის აკეთებდნენ ამას? უბრალოდ ცნობის მოყარებების გამო თუ თავდასხმისათვის ხელსაყრელ მომეცეძებდნენ? რატო ვერ ბედავდნენ გამზირზე გამოსვლას? არტიომს გაახსენდა, რომ მელნიკმა აუკრძალა მთავარი გზიდან გადახვევა, იმიტომ ხომ არა, რომ იცოდა ეს არსებები დაედევნებოდნენ. ცოტა რომ დამშვიდებულიყო, არტიომმა ავტომატს ბჭიდი გამოუცვალა და ჩახმახი და ლაზერული სამიზნე შეამოწმა. კარგად იყო შეიარაღებული. შეეძლო დაუფიქრებლად გაესროლა და თავი დაეცვა.
გაახსენდა, რომ სტალკერმა აუკრძალა უქმად დროის დაკარგვა და ფეხზე ადგა, უნდა აჩქარებულიყო. აქ დედამიწის ზედაპირზე მოდუნება არაფრით არ შეიძლებოდა. კიდევ ერთი კვარტალი გაიარა და მიმოიხედა. აქ ქუჩა ფართავდებოდა და პატარა მოედანს ქმნიდა, რომელიც პარკად იყო ქცეული. აქაურობას ხეები ჯერ კიდევ შერჩენოდა. ოღონდ ძალიან უჩვეულოდ გამოიყურებოდნენ. სქელი დაკოშრილი ტანი და უკან დგომი სახლის მეხუთე სართულამდე აზიდული ვარჯები ჰქონდათ. ალბათ ასეთ პარკებში დადიოდნენ სტალკერების შეშაზე, რომელსაც მერე მთელი მეტრო მოიხმარდა. ხეებს შორის რაღაც ჩრდილები მოძრაობდნენ. სიღრმეში კი მომწვანო ფერის შუქი მოჩანდა. თვით შენობაც მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. ზედასართულები ჩამოგრეული იყო, ზოგან ორი კედელიღა იყო შერჩენილი. ფანჯრების ცარიელი ღიობებიდან მუქიცა მოჩანდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ეს სახლი ბევრი სისხლის მძღოლელი ბრძოლის მოწმე იყო. მოედნის გადაღმა ქუჩას ფართო ბულვარი კვეთდა. მის თავზე მოდარაჯე კოშკებივით ახალი არბატის პირველი მრავალსართულიანი სახლები აღმართულიყო. რუკის მიხედვით მეტრო არბატსკაიას შესასვლელი ამ ადგილიდან მარცხნივ უნდა ყოფილიყო. არწმუნმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა პარკი. მელნიკმა მართალი უთხრა. რაც უფრო დიდხანს აკვირდებოდა ამ შაშავებულ ადგილს, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ხეებს შორის მისი იდუმალი დევრები იმალებოდნენ. მოვარდნილმა ქარმა მძიმე ტოტები შეარხია და ხეები ააჭრიალა. შორიდან გაბმული ყმული მოისმა. არწმუნმა იგრძნო, რომ თუ კიდევ შეყომდებოდა, აუცილებლად დაიჯებოდა ამისათვის. ავტომატი შეისწორა, უკან მოიხედა და არწმუნდა, რომ უცნაური არსებები ჯერ კიდევ შორს იყვნენ და გზა გააგრძელა. თუმცა რამდენიმე წამში კვლავ შეჩერდა. ახლა კალინინის გამზირის დასაწყისში იდგა. ფართო გზაჯვარეზე ერთ-ერთი მაგისტრალი მიწის ქვეშ ჩადიოდა და ცოტა მოშორებით ისევ ზედაპირზე ჩნდებოდა. მარჯვენა მხარეს ბულვარები იყო გაშენებული, მარცხნივ კი ასფალტიანი მოედანი, რომლის უკანაც ხეები მოჩანდა. არწმუნი მიხვდა, რომ მზის ამოსვლას ცოტა გაუკვდა, რადგან შორს გაცილებით უკეთ ჩანდა. გზები დამწვარი ავტომობილებით იყო მოფენილი, ვარგისი აღარაფერი შერჩენოდათ. 200 წლების განმავლობაში სტალკერებმა უკვე დახსნეს აკუმულატორები, გენერატორები, სხვა გამოსადეგი ნაწილები, ავზებიდან ბენზინიც ამოტუბეს და ეს ყველაფერი მეტროს ნებისმიერ დიდ ბაზრობაზე იშვებოდა. ჭურვებით გადათხრილი ასფალტის ნახეთქებში ბალახი და დიდ ბურთებიანი უცხო მცენარეები ამოსულიყო. პირდაპირ ახალი არბატის გამზირი იშლებოდა. მის ერთ მხარეს სასწაულებრივად გადარჩენილი, გაშლილი წიგნის ფორმის სახლები იყო ჩამწკრივებული. მეორე მხარეს კი ნახევრად დანგრეული 20 სართულიანი შენობები. უკან ბიბლიოთეკისა და კრემლისკენ მიმავალი გზა რჩებოდა. არწმუნი იდგა ცივილიზაციის დიდებული სასაფლაოს შუაგულში და თავს გრძნობდა არქეოლოგად, რომელმაც ისტორიული ქალაქი გათხარა და ახლა ძველი ძლიერებისა და სილამაზის ნაშთებით მონუსხული მას თვალს ვერ აშორებს. ცდილობდა წარმოედგინა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ამ ციკლოპურ შენობებში, როგორ დაქროდნენ ქუჩებში ლამაზი ფერადი ავტომობილებით და მეტროს იყენებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ სწრაფად მიეღწიათ ამ უკიდეგანო ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში. რაზე ფიქრობდნენ ეს ადამიანები ყოველ დღე? რა აწუხებდათ? რა შეიძლება დააწუხებდეს ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად არ ელოდება დაღუპვას და მუდამჟამ არ იბრძვის თავის გადარჩენისთვის? ღრუბლები, როგორც იქნა გაიხსნა და უცნაურად მოხატულმა ყვითელმა ნახევარმთვარემ გაანათა მკვდარი ქალაქი. სახლებისა და ხეების ბრტყელი სილუეტები გაცოცხლდა და შეივსო. არწმუნი მონუსხული იდგა და აღტაცებული უმზერდა ამ დიდებულ სანახაობას. ახლა მიხვდა, თუ რატომ მისტიროდნენ წარსულ ცხოვრებას მოხუცები. მხოლოდ ამ წუთას გააცნობიერა, როგორ დაშორდა ადამიანი საკუთარ წარსულ მიღწევებს. ოდესღაც ამაყი ფრინველივით დათარეშებდა ცის ლაჟვარდში, ახლა კი მიწის ქვეშ ჩამძვრალი სიკვდილს ებრძვის. ისევ გაახსენდა მამობილისა და ჰანტერის კამათი. გადარჩება კი ადამიანი თუ გადარჩება გახდება ისევ მსოფლიოს მბრძანებელი? ახლა როდესაც მიეცა საშუალება თვითონ შეეფასებინა უფსკრული სიღრმე, რომელშიც აღმოჩნდნენ ადამიანები, არწმუნს ნათელი მომავლის რწმენა მთლად გაუქარწყლდა. ლარივით სწორსა და ფართე კალინინის გამზირზე მარტო მდგომი არწმუნი ცდილობდა წარმოედგინა, რამდენი ადამიანი ერეოდა ამ ქუჩაზე ადრე, დღისით თუ ღამით, რამდენი მანქანა ჩაუქროლებდა იმ ადგილს, სადაც ახლა იდგა და როგორ მყუდრო და თბილად ანათებდა ამ დანგრეული დაცარიელებული სახლების ფანჯრები. ერთი მხრივ ეჩვენებოდა, რომ დედამიწა სრულიად უკაცრიელი და უსიცოცხლო იყო. მეორე მხრივ კი ხვდებოდა, რომ ეს ილუზია იყო. დედამიწა სულაც არ იყო მიტოვებული და მკვდარი, მან უბრალოდ პატრონი გამოიცვალა. ეს რომ გაიფიქრა, არწმუნმა უკან მიიხედა. მისი მდევრები გაუმძლევრად იდგნენ 100 მეტრში. ხუთნი იყვნენ და აღარ იმალებოდნენ ვიწრო ქუჩებში. არწმუნი ვერ მიმხვდარიყო, როგორ მიუახლოვდნენ ასე სწრაფად და უხმაუროდ. მთვარის შუქზე განსაკუთრებით კარგად არჩევდა მათ დაკუნთულ სხეულებს.
სხეულს. ზუსტად იცოდა, რომ ახლა ისინი უთვალთვალებდნენ, ყნოსავდნენ ჰაერს და მის ნაბიჯს ელოდნენ. იქნებ გრძნობდნენ დენთის სუნს და ამიტომ ვერ ბედავდნენ თავდასხმას. იქნებ პირიქით სულაც არაპირებდნენ ამას და უბრალოდ თავიანთი სამფლობელოს საზღვრამდე მიაცილებდნენ. საიდან უნდა სწონოდათ, როგორ იქცევიან არსებები, რომლებიც ევოლუციის კანონების დარღვევებით მოევლინენ ამ ქვეყანას. არწმუნები, რომელიც ცდილობდა შიშს არ აყოლოდა, შეტრიალდა და გზა განაგრძო. თან დროდადრო უკან იხედებოდა. თავდაპირველად უცნაური არსებები ადგილიდან არ დაძრულან, მაგრამ ცოტა ხანში 4-ზე დაეშვნენ და უკან გამოუდგნენ. როდესაც მანძილი 100 მეტრამდე შემცირდა, მდევრები კვლავ შეჩერდნენ. არწმუნები უკვე შეეჩვია ამ უცნაურ ესკორტს, მაგრამ ყურადღებას არ ადუნებდა და ავტომატს ძირს არ უშვებდა. ასე მიდიოდნენ კარგ ახანს, წინ ადამიანი და უკან 5 თუ 6 გიგანტური არსება. როდესაც ძალიან მიუახლოვდებოდნენ ხოლმე, 2-ზე დგებოდნენ და საშუალებას აძლევდნენ ცოტა წინ წასულიყო. 10 წუთის შემდეგ არწმუნს მოეჩვენა, რომ მანძილი მასა და მდევარს შორის მცირდებოდა. ახლა ისინი ცდილობდნენ გვერდებიდან შემოევლოთ ყვაწვილისათვის. არწმუნი მტაცებელი მხეცების ხროვის პირისპირ არასოდეს ყოფილა, მაგრამ რატომღაც ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ეს არსებები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ. გადაწყვიტა, რომ მოქმედების დრო დადგა, სწრაფად მოტრიალდა და ერთ-ერთი მხეცი მიზანში ამოიღო. ამჯერად ისინი აღარ გაჩერებულან. არწმუნმა გადაწყვიტა დაესწრო მათთვის. ავტომატი ასწია და ჰაერში გაისროლა. გამაყურებელმა გურხულმა გაგლიჯა სიჩუმე, რასაც საშინელი ღრიალი მოჰყვა. მხეცები ადგილს მოსწყდნენ და არწმუნისაკენ გამოექანნენ. ყმაწვილმა დაწინაურებული მხეცი ამოიღო მიზანში. ავტომატის ჯერით მოცელა და სახლებისაკენ გაიქცა. უკნიდან განწირული ღრიალი მოისმა და მიხვდა, რომ მხეცი დაჭრა. წარმოდგენა არ ქონდა, რომ იგი როგორ იმოქმედებდა ეს დანარჩენებზე. შეშინდებოდნენ თუ პირიქით გაავდებოდნენ. უცებ სადღაც ზემოდან გაიგონა სრულიად სხვა ხმა, შემზარავი, გაბმული ჭრიჭინი. არწმუნი მიხვდა, რომ მათ დაპირისპირებაში ახალი მოთამაშე ჩაერთო. ალბათ გასროლის ხმამ ტაძრის გუმბათზე დაბუდებული მონსტრის ყურადღება მიიქცია. უშუალებელი ჩრდილი ელვისებურად წამოვიდა დედამიწისაკენ. არწმუნმა დაინახა, რომ მისმა მდევრებმა დაჭრილი თანამოძმე იქვე მიატოვეს და 1 წუთში მიმოიფანტნენ. აღრიალებული დაჭრილი მხეცი ცდილობდა შენობებისაკენ გახოხებულიყო და თავი იქ შეეფარებინა, მაგრამ ფრინავმა ურჩხულმა კიდევ ერთი წრე მოხაზა ჰაერში. მერე ფრთები დაკეცა, მსხვერპლს დააცხრა, ჰაერში ასწია და ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის სამხურავისაკენ წააწიალა. არწმუნის მდევრები ვეღარ ბედავდნენ თავშესაფრიდან გამოსვლას. ალბათ ეშინოდათ, რომ ფრინავი მონსტრი დაბრუნდებოდა. ყმაწვილმა დრო იხელთა და სადოვე კოლცოსაკენ მოკურცხლა. დაახლოებით 9 კილომეტრი რომ გაირბინა, უკან მოიხედა. გამზირი ცარიელი იყო. მდევრები არ საჩანდნენ, თუმცა კიდევ 10-ოდე მეტრში ერთ-ერთ შესახვევში ისევ დაინახა უძრავად მდგომი შავი ჩრდილები. ახლა კი მიხვდა, რომ რატომ ერიდებოდნენ ეს არსებები ღია სივრცეში გამოჩენას. უფრო დიდი მტაცებლებისა ეშინოდათ. არწმუნი გზას განაგრძობდა და არამარა უკან მიხედებოდა. უკვე იცოდა, რომ ამ არსებებს შეეძლოთ ძალიან სწრაფად და უხმაურად მოძრაობა, ამიტომ ეშინოდა, რომ შეუმჩნევლად მიეპარებოდნენ. მართლაც გამზირის ბოლოს მდევრებმა კვლავ სცადეს ალყაში მოექციათ. ყმაწვილმა ისევ გაისროლა ჰაერში. იმედი ჰქონდა ამ ხმაზე მფრინავი ურჩხული კვლავ გამოჩნდებოდა და მდევრებს დააფრთხობდა, მაგრამ მონსტრი არ ჩანდა. ალბათ ჯერ კიდევ პირველ მსხვერპლს შეექცეოდა, ამიტომ ყმაწვილს ისღა დარჩენოდა რომელიმე სახლის სადარბაზოსათვის შეეფარებინა თავი. ასეც მოიქცა. ახსოვდა, რომ მელნიკმა აუკრძალა შენობებს გაკარებოდა, მაგრამ რა ექნა? მდევრები იქამდე გაგლეჯდნენ, სანამ ის ავტომატის შახმახის გამოკვრას მოასწრებდა. სადარბაზოში ბნელოდა და არწმუნს მოუხდა ფარდის ანთება. სინათლის მრგვალ ლაქაში გამოჩნდა უწმაწური გამოთქმებით აჭრელებული, ჩამოტყავებული კედლები. წარმოუდგენლად ბინძური კიბე, დამწვარი და გაძარცული ბინების დამტრეული კარები, ირგვლივ ვირთხები დათარეშობდნენ საქმიანად. სადარბაზოს ფანჯრები გამზირზე გადიოდა, როდესაც იქიდან გადაიხედა, არწმუნმა დაინახა, რომ მისი მდევრები შესასვლელ კართან შეგროვებულიყვნენ, მაგრამ შიგნით შემოსვლას რატომღაც ვერ ბედავდნენ. მერე მიწაზე ჩამწკრივდნენ და ისევ ქანდაკებებად იქცნენ. არწმუნი დარწმუნებული იყო, რომ მხეცები ადრე თუ გვიან შეეცდებოდნენ მის ხელში ჩაგდებას. თუ რა თქმა უნდა, მანამდე სადარბაზოში არ აღმოჩნდებოდა რაიმე ისეთი, რაც თვითონ მას აიძულებდა აქედან გაქცევას. არწმუნმა კიდევ ერთი სართული აიარა, ბინების კარებს შუქი მიანათა და ერთ-ერთს მხარით მიაწვა. კარი არ გაიღო. ყმაწვილმა საკეთს ავტომატი დაუმიზნა, გაისროლა და კარი ფეხით გააღო. მისთვის სულ ერთი იყო, საიდან უთვალთვალებდა თავის მდევრებს, მაგრამ არ უნდა წარსული ეპოქის ადამიანების ხელუხლებელი საცხოვრისის ნახვის შანსი ხელიდან გაეშვა.
არწივმა კარი დახურა და ზედ კარადა მიადგა. ცხადი იყო, რომ ეს ბარიკადი ვერ გაუძლებდა მხეცების იერიშს, მაგრამ ასე მათ შეუმჩნევლად შემოპარვას მაინც აიცილებდა თავიდან. ამის შემდეგ არწივი ფანჯერასთან მივიდა და ფრთხილად გადაიხედა. ეს პრაქტიკულად იდეალური პოზიცია იყო. კარგად ხედავდა სადარბაზოს შესასვლელს და მის წინ ჩამომსხდარ არსებებს. ახლა უკვე მას ჰქონდა უპირატესობა და გადაწყვიტა აუცილებლად ესარგებლა ამით. ავტომატი აიღო ლაზერული სამიზნე ჩართომ. წითელი წერტილი ყველაზე დიდი მხეცის თავისაკენ მიმართა და ავტომატის მოკლე ჯერი მიუშვა. მხეცი გვერდზე გადავარდა. დანარჩენები კი ელვისის სწრაფით გაიფანტნენ. ერთ წუთში ქუჩა დაცარიელდა, მაგრამ არწივი დარწმუნებული იყო, რომ დევრები შორს არ წასულან, ამიტომ მოწდა ამჯობინა. გადაწყვიტა ამასობაში ბინა დაეთვალიერებინა. მიუხედავად იმისა, რომ აქაც როგორც მთელ კორპუსში შუშები ჩამტვრეული იყო, ავეჯი და ნიფთები ძალიან კარგად იყო შენახული. იატაკზე პატარა ბურთულები მიმოებნიათ, ალბათ ვირთხის საწამლავი იყო, რადგან ბინაში ერთი მღრღნელიც არ ჭაჭანებდა. რაც უფრო დიდხანს ათვალიერებდა აქ აურობას არწივი, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ მობინადრეებმა იგი უეცრად კი არ დატოვეს, არამედ ყველაფერი გულდაგულ მიალაგეს. ალბათ იმ იმედით, რომ ოდესმე უკან დაბრუნდებოდნენ. სამზარეულოშიც არაფერი ჩანდა ისეთი, რაც მღრღნელებს და მწერებს მიიზიდავდა. ავეჯს ცელოფანი ჰქონდა გადაკრული. არწივი ოთახიდან ოთახში დადიოდა და ცდილობდა წარმოედგინა, როგორ ცხოვრობდნენ აქ ადამიანები, რამდენი იყვნენ, რომელ საათზე დგებოდნენ ან ბრუნდებოდნენ სამსახურიდან და ვახშმობდნენ. ვინ იჯდა მაგიდის თავში? იმ ოპოქის ადამიანების ცხოვრების შესახებ წიგნებიდან იცოდა და ახლა ხვდებოდა, რომ ბევრი რამ არასწორად წარმოედგინა. არწივმა ასწია წიგნების კარადის პოლიეთილენის საფარი და თაროები შეათვალიერა. რამდენიმე ნაცნობი საბავშვო წიგნიდან ერთ-ერთი გადმოიღო, გადაფურცლა მხიარული ცხოველების ნახატებით გაფორმებული გვერდები. უცებ წიგნიდან სქელი ქაღალდის ფურცელი გადმოვარდა. არწივი დაიხარა და ფურცელი აიღო. ეს იყო ფოტო მომღიმარი ქალისა და პატარა ბავშვის გამოსახულებით. არწივი გაშრა, გული აუჩქარდა. ძალიან მოუნდა აირწნაღი მოეხსნა და ღრმად ესუთქა, თუნდაც მოწამლული ჰაერი. სურათი ფრთხილად მიიტანა თვალებთან და დააკვირდა. ქალი ასე 30 წლის აიქნებოდა, ბავშვს სასაცილო ქუდი ეხურა. ამიტომ ძნელი იყო თქვა, ბიჭი იყო თუ გოგო. იგი პირდაპირ ობიექტივში იყურებოდა, მეტად სერიოზული გამომეტყველებით. თითქოს გრძნობდა, რომ ბავშვობა მალე დასრულდებოდა. არწივმა გადაატრიალა ფოტოსურათი და უნებლიეთ ცრემლი მოერია. უკან ლურჯი კალმით ეწერა: არწიომკა 2 წლის და 5 თვის. მუხლებში სიზუსტე იგრძნო და ჩაიკეცა. სურათი კიდევ უფრო ახლოს მიიტანა და მთვარის შუქზე დააკვირდა. რატომ ეჩვენებოდა ამ ქალის ღიმილი ასე ნაცნობი და ახლობელი? რატომ შეეკრა სუნთქვა მისი დანახვისთანავე? ამ ქალაქში მის განადგურებამდე 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. არწივი ყველაზე გავრცელებული სახელი არ არის, მაგრამ მრავალ მილიონიან მეგაპოლისში ამ სახელს ალბათ რამდენიმე ათეული ათასი ბავშვი ატარებდა. შანსი იმისა, რომ ეს მისი სურათი ყოფილიყო, საოცრად მცირე იყო, მაგრამ რატომ ეცნაურა ასე ამ ქალის სახე და ღიმილი? შეეცადა მოეხმო ბავშვობის მოგონებები, განათებული პატარა მყუდრო ოთახი, ქალი, რომელიც წიგნს კითხულობს, განიერი ტახტი. არწივი ფეხზე წამოხდა და ოთახებს დაურბინა. ცდილობდა ეპოვა რაიმე მსგავსი. ერთგან მოეჩვენა, რომ ავეჯი ისევე იყო განლაგებული, როგორც ახსოვდა, თუმცა დივანი ფერითა და ფორმით ცოტა განსხვავდებოდა და ფანჯარაც მოპირდაპირე მხარეს იყო. ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა. შესაძლებელი იყო, რომ 3 წლის ბავშვს ეს სურათი ცოტა სხვაგვარად დამახსოვრებოდა. შემდეგ გაახსენდა, რომ ფოტოზე ბავშვის ასაკი სხვა იყო, მაგრამ ესეც არაფერს ნიშნავდა, რადგან მითითებული არ იყო წარწერის თარიღი. ფოტოს მაინც და მაინც კატასტროფის წინა დღეებში ხომ არ გადაიღებდნენ, იქნებ ნახევარი ან 1 წლით ადრე გადაიღეს, მაშინ მასზე აღბეჭდილი ბავშვის ასაკი არწივისას ემთხვეოდა. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ ფოტოზე თვითონ და დედამისი იყვნენ აღბეჭდილნი. შესაძლოა ფოტო 3 ან 5 წლით ადრე გადაიღეს. ჩაზახა ვიღაცის მკაცრმა ხმამ, ესეც ნამდვილად შესაძლებელი იყო. უეცრად კიდევ ახალი აზრი დაებადა. სააბაზანო ოთახში შევიდა და სარკის წინ დადგა. შუშა ისეთი დამტვრილი იყო, რომ ფარნის შუქსაც კი არ ირეკლავდა. არწივმა საკიდიდან ჩამოხსნა პატრონების მიერ დატოვებული პირსახოცი. სარკი გაწმინდა და ჩაიხედა. აირწნახში მხოლოდ თვალები უჩანდა. არწივმა ფოტოსურათის სახესთან მიიტანა და შეეცადა ბავშვის გამოხედვა თავისას შეედარებინა. რა იქნებოდა ამ წეული აირწნახის მოხსნა შეძლებოდა. მაშინ დაინახავდა, ჰქონდა თუ არა რაიმე საერთო სურათზე აღბეჭდილ ბავშვთან. რა თქმა უნდა, ადამიანები ძალიან იცვლებიან, როცა იზრდებიან, მაგრამ მათ გარეგნობაში მაინც რჩება რაღაც შორეული ბავშვობიდან. მერე მოაფიქრდა, რომ როდესაც ვედენხაზე დაბრუნდებოდა, შეეძლო სუხოისთვის ეკითხა, ჰგავდა თუ არა ფოტოზე აღბეჭდილი ქალი იმას,
ვინც ვირთხებით წალეკილ სადგურზე ბავშვი ჩააბარა. საბრალოს სახე ალბათ შიშისა და ტკივილისაგან ექნებოდა დამანჭული, მაგრამ სუხოის მაინც არ შეეშლებოდა. მამობილს პროფესიული მეხსიერება აქვს და დანამდვილებით ეტყვის პასუხს. არტიომმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა სურათი, უნებლიეთ ხელი გასწია და ნაზად მოეფერა ქალის სახეს. ჩადო ფოტო იმ წიგნში, რომელშიც იპოვა და ზურგჩანთაში შეინახა. საოცარი იყო სულ რამდენიმე საათის წინ, როცა კონტინენტზე უდიდეს წიგნსაცავში იმყოფებოდა და თავისუფლად შეეძლო თან წამოიღო ნებისმიერი უძვირფასესი ფოლიანტი, ეს აზრადაც არ მოსვლია. ამ საბავშვო წიგნმა კი თავი უდიდესი სანგანძურის მფლობელად აგრძნობინა. არტიომი დერეფანში დაბრუნდა და თაროზე შემოწყობილი სხვა წიგნების დათვალიერებამდე და კარადებში ფოტოსურათების დაძებნამდე ფანჯარასთან მივიდა. მაშინვე მიხვდა, რომ გარეთ რაღაც შეიცვალა. მოუსვენრობამ შეიპყრო, ახლოს მივიდა და გადაიხედა. ღამის უკუნეთი ვარდისფერ და ყვითელ ზოლებს დაესერა, თენდებოდა. მხეცები კვლავ სადარბაზოსთან ისხდნენ და მას დარაჯობდნენ. მოკლული ურჩხულის გვამი არსად ჩანდა. არტიომ არ იცოდა თვითონ შეჭამეს, იგი თუ მფრინავმა მონსტრმა გაიტაცა, მაგრამ ეს ნაკლებად აინტერესებდა. უფრო გასაკვირად ის ეჩვენებოდა, რომ მისი მდევრები არ ჩქარობდნენ ბინის შტურმით აღებას. ეს კარგი იყო, მაგრამ ასე გაგრძელებაც აღარ შეიძლებოდა. უნდა ემოქმედა, მოასწრებს თუ არა მზის ამოსვლამდე სმოლენსკაიამდე მისვლას და რაც მთავარია მდევრების უკან ჩამოტოვებას, ალბათ შეუძლია ამ ბინაში მეორე ღამემდე დარჩეს. მზის სხივებს სააბაზონო ოთახში დაემალება. დღის შუქი დააფრთხობს იმ საშინელ არსებებს, დაბინდებულზე კი გზას გააგრძელებს. თუმცა გაძლებდა კი ამდენ ხანს მისი დამცავი ტანსაცმელი და აირწნაღის ფილტრი, ან რასიზავდა მელნიკი, როცა სმოლენსკაიზე დათქმულ დროზე მისვლას ვერ ნახავდა. არტიომი შემოსასვლელ კართან მივიდა და მიაყურა და გარეთ სიჩუმე იყო. მან ფრთხილად გამოსწია კარადა და კარი შეაღო. სადარბაზოში არავინ იყო, მაგრამ კიბეს ფარადი რომ მიანათა, უცნაური რამ შეამჩნია. საფეხურების სქელი ლორწოთი იყო დაფარული. გიგანტური ლოკოკინის ნაკვალებს გავდა. ბინას, რომელშიც არტიომი იყო, კვალი არ უახლოვდებოდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ადამიანების მიერ მიტოვებულ სახლებში ახლა სულ სხვა არსებები დაბუდებული იყვნენ. იგრძნო, რომ სრულებით აღარ უნდოდა აქ დარჩენა. მით უმეტეს დაძინება, იზღა დარჩენოდა, დაეფრთხო დარაჯები და სმოლენსკაიამდე მიეღწია. ეს მანამდე უნდა მოესწრო, სანამ მზე ამოვიდოდა და დააბრმავებდა. დამიზნებით არ უსვრია, ეცა და ტყვია, რაც შეიძლება მეტი მხეცისათვის მოეხვედრებინა. ორი მათგანი ღრიალით დავარდა მიწაზე. დანარჩენები კი უცებ გაუჩინარდნენ. გზა თითქოს თავისუფალი ჩანდა. არტიომმა ძირს ჩაირბინა, სადარბაზოდან გაიხედა და სადოვე კოლცოსკენ გაიქცა. სანამ ისევ დაინახავდა იმ მხეცებს, თითქმის გამზირის ბოლომდე მიაღწია. უკვე საკმაოდ ინათა, მაგრამ ურჩხულებს ეს სულაც არ ანაღლებდათ. ორჯგუფად მისდევდნენ არტიომს, სადაც იყო დაეწეოდნენ კიდეც, აქ ღია მოედანზე. ისინი ფლობდნენ უპირატესობას. არტიომს არ შეეძლო გაჩერებულიყო, რომ იარაღი კარგად დაემიზნებინა. დამცავი კოსტიუმი ზურგჩანთა და ორი ავტომატი სირბილში ხელს უშლიდა. აი ეს საზიზღარი არსებები დაეწევიან და გაგლეჯენ. გაახსენდა სადარბაზოსთან სისხლის გუბეში მოცურავე მტაცებლების მანხინჯი, მაგრამ ძლიერი სხეულები. მაშინ სრულებით არ ჰქონდა დრო, გულდასმით დაეთვალიერებინა ისინი, მაგრამ რაც დაინახა, ისიც ეყო. მოულხო მოყვავისფრო ბალანი. უშველებელი მრგვალი თავი და ათეულობით კბილით გამოსებული ხახა. არტიომმა ვერ გაიხსენა თუნდაც ერთი ცხოველი, რომელიც დასხივების შემდგომ ასეთ მონსტრებს შობდა. ყვაწვილი მოელოდა, რომ სადოვე კოლცოზე უხვი მცენარეულობა დახვდებოდა, მაგრამ იქ ერთი ხეც ვერ დაინახა. ეს უბრალოდ კიდევ ერთი განიერი ქუჩა იყო, არც მიუხედავს ისე გაუშვა ავტომატის ჯერი უკან. ხეცებისაგან 50-ოდე მეტრიღა აშორებდა. აქ მიწა გადათხრილი იყო უშველებელი ჭურვებით. ორმოების სიღრმე 5-6 მეტრსაც კი აღწევდა. სახლები დამწვარი კი არა, ჩამომდნარი ჩანდა. აშკარა იყო, რომ იმ საშინელ დღეს აქ რაღაც განსაკუთრებული მოხდა და ეს ადგილი კალინინის გამზირზე გაცილებით მეტად დაზარალდა. მთელ ამ ფანტასმაგორიულ პეიზაჟს აგვირგვინებდა უზარმაზარი შენობა, რომელიც შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს გავდა. ის არც დანგრეული იყო და არც დამწვარი. არტიომმა მის თავზე ისევ ის მფრინავი მონსტრი შეამჩნია. ახლა ამ საშინელ ურჩხულს შეიძლებოდა ეხსნა ყმაწვილი განსასწრელისაგან. ყმაწვილმა ავტომატი ასწია და ჩახმახი შეაყედა, მაგრამ სროლის ხმა ვერ გაიგონა. მჭიდში ვაზნები გათავებულიყო. სირბილთან ერთად ზურგზე მოგდებული მეორე ავტომატის გადამოღება გაუჭირდა. ამიტომ პირველსავე შესახვევში შევარდა და იარაღი გამოცვალა. ახლა ისევ შეეძლო ხეცები ახლოს არ მოეშვა.
ერთი მხეცი უკვე გამოჩნდა მოსახლეში, ისე გათამამდა, რომ სულ ახლოს მივიდა და უკანა თათებზე დაჯდა. არწივმა პირველად დაინახა მისი თვალები, ღრმად ჩამოლული ბოროტი, მწვანე ნაკვესები. დანილას კალაშნიკოვს ლაზერული სამიზნე არ ჰქონდა, მაგრამ ასეთი მანძილიდან ჩვეულებრივითაც აცდენა ძნელი იყო. არწივმა ავტომატი ასწია და ჩახმახს თითი გამოჰკრა. ჩამკეტი ამოძრავდა და რა მოხდა? ნუ თუ ავტომატები აერია? არა, ეს ნამდვილად დანილას იარაღი იყო. არწივი ჩამკეტს დასწვდა. ჩამკეტი გაჭედილი იყო. უცებ დაუდგა თვალწინის საშინელი სცენა ბიბლიოთეკაში და ახლა მიხვდა, რატო ვერ გაუწია დანილამ წინააღმდეგობა ბიბლიოთეკარს. უბრალოდ მისმა ავტომატმა არ გაისროლა. ალბათ ასევე ეწვალებოდა საკეთს, ამასობაში კი ნაცრისფერი ურჩხული დერეფნის სიღრმეში მიათრევდა. ამასობაში პირველი მხეცის გვერდით კიდევ ორი გაჩნდა. ისინი ჩუმად უყურებდნენ არწივს და ალბათ უკვე ხვდებოდნენ, რომ ადამიანი დამარცხდა. ერთ-ერთმა ალბათ ბელადმა ისკუპა და არწივისგან 5 მეტრში აღმოჩნდა. უცებ მათ თავზე გიგანტურმა ჩრდილმა გადაიფრინა. მხეცები მიწას გაეკრდნენ და თავები ასციეს. არწივმა ისარგებლა მათი დაბნეულობით და უახლოეს თაღში შევარდა. იმედი არ ჰქონდა, რომ გადარჩებოდა, რადგან მიხვეულ-მოხვეულ ვიწრო ქუჩებში უფრო ადვილად დაეწეოდნენ და მიიმწყდებდნენ, მაგრამ ინსტინქტურად ცდილობდა თუნდაც რამდენიმე წამით გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე. სადავე კოლცოზე ვეღარ მოხვდებოდა. ახლა სახლებით შექმნილ ცარიელ კვადრატში იდგა. მის უკან კი აღმართული იყო ის შავი ციხესიმაგრე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინახა. მოპირდაპირე შენობაზე ეწერა ვ.ი. ლენინის სახელობის მოსკოვის მეტროპოლიტენი. ცოტა უფრო ქვემოთ სადგური სმოლენსკაია. მაღალი მუხის კარი ოდნავ შეღებული იყო. ვერც კი მიხვდა, როგორ დაახსია თავი მხეცს, რომელიც უცებ მის წინ გაჩნდა. არწივს მისი საშინელი აკოთებული სუნიც კი ეცა. გვერდზე გახდა და მეტროს შესასვლელისაკენ გაიქცა. იქ იყო მისი სახლი, მისი სამყარო. მიწისქვეშეთში ჯერ ისევ ადამიანები ბატონობდნენ. სმოლენსკაიას ვესტიბიული ზუსტად ისეთი იყო, როგორიც არწივს წარმოედგინა. ბნელი, ნესტიანი და ცარიელი. აშკარად ჩანდა, რომ ამ სადგურიდან ადამიანები ხშირად ადიოდნენ დედამიწის ზედაპირზე. სალაროები და სათავსოები ღია იყო და გაძარცული იყო. ყველაფერი, რის გამოყენებას შეიძლებოდა, უკვე დიდი ხნის წინათ ჩაეტანათ მეტროში. მხოლოდ ბეტონის იატაკს ეტყობოდა, რომ ოდესღაც აქ რაღაც იდგა. უკან გვირაბის თაღი მოჩანდა, იქიდან დაბლა-ეშვებოდა რამდენიმე ესკალატორი. ფარნის შუქი კიბეს მხოლოდ ნახევრამდე წვდებოდა. ამიტომ არწივი დარწმუნებული არ იყო, რომ ნამდვილად მიაგნოს შესასვლელს, მაგრამ აქ გაჩერებას აღარ შეიძლებოდა. კარის ჭრიალი გაიგონა და მიხვდა, რომ მხეცებმა ვესტიბულში შემოაღწიეს. ესკალატორის მონჯღრეულ კიბეს დაადგა და ქვემოთ დაეშვა. მძიმე ფეხსაცმლით ჩასვლა უჭირდა, რამდენიმე საფეხურს გადაახტა, მაგრამ ფეხი დაუცდა და დაგორდა. 10-ოდე საფეხურის ქვემოთ კუთხეს თავი მისცვა და გაჩერდა. უკან გაიხედა და დაინახა ის, რისაც ეშინოდა, გაშეშებული მუქი ფიგურები. არწივი შებრუნდა და ისევ შეეცადა რამდენიმე საფეხურზე გადამხტარიყო. ამჯერად უკეთ გამოუვიდა. ფარანი მარცხენა ხელში ეჭირა, მარჯვენით რეზინის მოაჯირს ეჭიდებოდა და ისე გარბოდა. ბოლოს მაინც დაეცა და უკნიდან მძიმე ბრაგუნი მოესმა. მხეცებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ. არწივს იმედი ჰქონდა, რომ ესკალატორის ძველი ჭრიალა საფეხურები ვერ გაუძლებდნენ მისი მდევრების წონას, მაგრამ ბრაგუნი ახლოვდებოდა, ესკალატორი არად არ ინგრეოდა. ფარნის შუქზე დაინახა აგურის კედელი, შუაში ფოლადის დიდი კარით. იქამდე 20 მეტრი რჩებოდა. გაჭირვებით ადგა ფეხზე, როგორც იქნა, კარამდე მიაღწია და დააბრახუნა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მიხვდა, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. იმის მაგივრად, რომ ისე დაეკაკუნებინა, როგორც მელნიკმა ასწავლა. კარს ბრახა-ბრუხი აუტეხა და დაცვა დააფრთხო. ახლა ალბათ აღარ გაუღებენ. ვინ იცის, რა არსებები ცდილობენ მეტროში შეღწევას, მით უმეტეს თუ მზე უკვე ამოვიდა. ცდილობდა გაეხსენებინა, როგორი იყო პირობითი ნიშანი. 3 ჩქარი დარტყმა, 3 ნელი და ისევ 3 ჩქარი თუ პირიქით. ის, რაც გაახსენდა, რომ სოს ნიშანი იყო, გადაწყვიტა ისევ სოს გამოეყენებინა, რადგან ასე დაცვა იმას მაინც მიხვდებოდა, რომ კართან ადამიანი იდგა, თუმცა როგორც მელნიკმა უთხრა, ზოგი ადამიანი მხეცზე საშიში იყო. ერთხელ კიდევ დააკაკუნა, მერე ავტომატი გადმოიღო და აცახცახებული ხელებით მჭირი გამოცვალა. ფარანი აიღო და გვირაბს მიანათა. შემორჩენილი სანათურების გრძელი ჩრდილები კიბის საფეხურებს წვდებოდა.
ამ სიბნელეში მხეცის შავი სილუეტი არ გამოჩნდებოდა. რკინის კარის უკან კვლავ ჩამიჩუმი არ იცმოდა. ნუ თუ ეს სმოლენსკაია არ არის, გაიფიქრა სასოწარკვეთილმა არწივმა. თუ ეს შესასვლელი დიდი ხნის წინ დაგმანეს და აღარავინ შესარგებლობდა, მაშინ ყველაფერი დამთავრებული იყო. შესაძლოა სტალკერი სულ სხვა კარს გულისხმობდა, არწივი კი შემთხვევით აღმოჩნდა აქ. სულ ახლოს 15 მეტრში კიბის საფეხური აჭრიალდა. არწივმა ვეღარ გაუძლო და იმ მიმართულებით გაისრულა. ეკომ ავტომატის ხმა გაათმაგა, მაგრამ გასროლას დაჭრილი მხეცის ღრიალი არ მოჰყოლია. არწივი ზურგით მიეყუდა კარს და ისევ დააკაკუნა 3 ჩქარი, 3 ნელი, 3 ჩქარი. მოეჩვენა რომ იქიდან რაღაც ჩხაკუნი გაისმა და სწორედ ამ დროს სიბნელიდან საოცარი სისწრაფით მხეცი გამოვარდა. არწივმა მოასწრო გასროლა, საზიზღარი არსება უკან კიბისკენ გადავარდა, მაგრამ ერთ წამში წამოხდა და ყმაწვილისკენ დაიძრა. სისხლი ღვარად ძდიოდა, მაგრამ მაინც მოახერხა არწივის კარზე მიგდება. თავდასხმა კი ვეღარ შეეძლო. უკანასკნელი ტყვიები თავში მოხვდა და უცვლოდ დაეცა, მაგრამ მომაკვდავი ისეთი ძალით დაეჯახა, რომ არწივი ძირს დააგდო. მუზარადი რომ არა, თავის ქალას ნამდვილად ჩაუმტრევდა. ამასობაში კარი გაიღო და იქაურობა თეთრმა ჩახჩახა შუქმა გაანათა. ესკალატორიდან ღრიალი მოისმა. ვიღაცამ ხელის ტაცა არწივს და შიგნით შეათრია. კარი კვლავ ჩარაზეს. დაჭრილია? იკითხა ხმამ. ეშმაკმა იცის, გამოეპასუხა მეორე. დაინახე ვინ მოგვაყენა? გუშინ წინ ძლივს მოვიგერიათ, ისიც მხოლოდ გაზით. არბაცკაია ხომ აღებულიათ, ისღა გვაკლია, ახლა სმოლენსკაიაზე დასახლდნენ. ადამიანის ხორცი უყვართ. თავი დაანებეთ, ჩემთან არის. არწივ, ჰეი არწივ, გამოფხიზლდი. ჩაისმა ნაცნობი ხმა და გაჭირვებით გაახილა თვალები. 3 ადამიანი ადგა თავზე, 2 ალბათ დაცვის თანამშრომელი იყო. თბილი ნაცრისფერი ქურთუკები ეცვათ და იმავე ფერის ნაკსოვი ქუდები ეხურათ. ორივეს ჯავშან ჟილეტი ჰქონდა, მესამე კი მელნიკი იყო. ეს არის? იკითხა ერთ-ერთმა გუშაგმა. მაშინ წაიყვანეთ, მაგრამ კარანტინი და დეზინფექცია არ დაგავიწყდეთ. ხო, კარგი, ჩაიცინა მელნიკმა და არწივს ხელი გაუწოდა. ადექი არწივ შეგაგვიანდა. არწივი ცდილობდა ამდგარიყო, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა. გული ერეოდა და თავბრუ ეხვეოდა. ლაზარეთში უნდა გადავიყვანოთ, შენ დამეხმარე, იმან კი ჭიშკარი ჩაკეტოს. გასა განკარგულება მელნიკმა. სანამ ექიმი სინჯავდა, არწივი საოპერაციო თეთრ კაფელს ათვალიერებდა. ოთახი და ყველაფერი, რაც იქ იყო სისუფთავისაგან ბზინავდა. ჰაერში ქლორისუნი იდგა. ჭერზე დღის განათების რამდენიმე ნათურა იყო დამაგრებული. საოპერაციო მაგიდებთან ჩამოკიდებული იყო ყუთები, გამზადებული ინსტრუმენტებით. აქაური ჰოსპიტალი უდაოდ შთამბეჭდავი იყო, მაგრამ არწივს ვერ გაიგო, რისთვის ჭირდებოდა იგი მშვიდობიან სმოლენსკაიას. მოტეხილი არაფერი აქვს, მხოლოდ დაჟეჟილობები და რამდენიმე ნაკაცრი. დეზინფექცია უკვე გავუკეთეთ. დაასკვნა ექიმა და ხელები სუფთა პირსახოცით შეიმშალა. იქნებ ცოტა ხანს მარტო დაგვტოვოთ, სალაპარაკო გვაქვს, ითხოვა მელნიკმა. ექიმა თავი დააფინა და ოთახიდან გავიდა. სტალკერი არწივის საწოლზე ჩამოჯდა და დაწრულებით გამოკითხა ყველაფერი, რაც თავს გადახდა. თურმე მის სმოლენსკაიაზე გამოჩენას უფრო ადრე ვარაუდობდა და რომ შეაგვიანდა, უკვე მის საძებნელად წასვლას აპირებდა. დევრების ამბით დიდად არ დაინტერესებულა, თუმცა ფრინავ მონსტრს პტეროდაქტილი უწოდა და არწივის თავგადასავლის ეს ნაწილი ბოლომდე მოისმინა. აი, არწივის ბინაში ყოფნის ისტორიამ კი მისი ყურადღება მიიქცია. კიბეზე ლორწოს ნაკვალევის ხსენებაზე კოპები შეკრა და არწივს კაცრად უთხრა. დარწმუნებული ხარ, რომ ლორწოში ფეხი არ ჩაგიდგავს? ეს საზიზღრობა სადგურზე რომ შემოიტანო, ხომ გითხარი სახლებს არ გაეკარო მეთქი, ბედი გქონია რომ ის არსება არ გესტუმრა ბინაში. მელნიკი ადგა, არწივის ფეხსაცმელებთან მივიდა და გულდასმით დაუთვალიერა ლანჩები. თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოჩნდა და ადგილზე დააწყო. როგორც გითხარი, პოლიში ჯერჯერობით შენი გამოჩენა არ შეიძლება. ბრამინებს სიმართლეს ვერ ვეტყოდი, ამიტომ მათ გონიათ რომ ორივენი დაიკარგეთ. შენც და დანილაც. მე კი თქვენს საძებრად წამოვედი. მაშ რა დაემართა შენს მეწყვილეს? არწივმა კიდევ ერთხელ დაწვრილებით უამბო მთელი ისტორია. აღარც ის დაუმალოს რომ დანილა თავად მოკლა. ამის გაგონებაზე სტალკერმა წარბები შეკრა. ჯობია ეს არავის უთხრა. სიმართლე გითხრა, მე პირველი ვერსია უფრო მომწონდა. ეს ამბავი ბრამინებს ძალიან ბევრ კითხვას გაუჩენს. მათი კაცი მოკალი, წიგნი ვერ იპოვე. ჯილდო კი შენს ხელთაა. ხო, მართლა. დაამატა მან, რა იყო იმ კონვერტში? არწივი მიდაღზე წამოიწია. ჯიბიდან სისხლშემხმარი პაკეტი ამოიღო და ყურადღებით შეხედა მელნიკს და კონვერტი გახსნა. მე-15 თავი.
სასკოლო რეულიდან ამოგლეჯილი 4-ად გაკეცილი ფურცელი და სქელი სახაზავი ქაღალდი ზედ ფანქრით დატანელი გვირაბების ნახაზით. აი რაიდო კონვერტში. არტიომი სწორედ ამას ელოდა, სანამ კალინინის გამზირიდან სმოლენსკაიასკენ მირბოდა დრო არ ქონდა ეფიქრა პაკეტზე, რომელიც დანილამ გადასცა. რა უნდა ყოფილიყო ის სასწაულებრივი გეგმა, რომელიც ვდნხ-ს ამ საშინელებას მოაცილებდა. ფურცელი, რომელზეც ახსნა განმარტებები ეწერა, სისხლით იყო დასრული და შეწებებული. არტიომს მოუწია ქაღალდის ცოტათი დასველება იმისათვის, რომ გაშლისას არ გახეულიყო. ნაწილი გვირაბი D6. გადარჩენილი დანადგარები 400,000 კვადრატულ მეტრამდე, 400,000 კვადრატულ მეტრამდე წყობიდან გამოსულია, გაუთვალისწინებელი. არტიომი ისე ღელავდა, რომ ცალკეული სიტყვების ამოკითხვაც კი უჭირდა, არათუ წინადადებებიდან აზრის გამოტანა. ბოლოს საერთოდ დაკარგა იმედი, რომ რაიმეს გაიგებდა და ფურცელი მელნიკს გადასცა. სტალკერმა გამოართვა და ხარბად დაუწყო კითხვა. ცოტა ხნის შემდეგ კი აშკარა გაკვირვება დაეტყო. შეუძლებელია ჩაილაპარაკა თავისთვის. ტყუილი იქნება, ასეთი რამ მხედველობიდან როგორ გამორჩებოდათ? მან ფურცელი გადააბრუნა, ბოლომდე ჩაათვალიერა და მერე კი თავიდან დაიწყო მისი შესწავლა. თავისთვის შემოინახეს, სამხედროებს არ უმხელდნენ. რა გასაკვირია ეს, რომ სონოდათ, ისევ ძველებურად მოიქცეოდნენ. ისრო და მელნიკი ნაწყვეტ კი, მაგრამ როგორ გამორჩათ, წყობრიდან გამოსულია. ჰო, კარგი, ეგ არაფერი მაინც დაიჯერეს. ეს მართლა დაგვეხმარება? ბოლოს ვეღარ მოითმინა არტიომმა. თუ ეს ყველაფერი რაც აქ წერია მართალია, მაშინ იმედი უნდა გქონდეს. დაუდასტურა სტალკერმა. და რა წერია აქ? მე ვერაფერი გავიგე. მელნიკმა ერთხელ კიდევ ჩაიკითხა წერილი, ჩაფიქრდა და მხოლოდ ამის შემდეგ ალაპარაკდა. ამის შესახებ ადრეც გამიგია. ლეგენდები არსებობდა, მაგრამ მეტროში ლეგენდებს რა გამოლებს? ზოგი უნივერსიტეტზეა, ზოგი კრემლზე ან პოლისზე, ვერ გაიგებს სად არის სიმართლე და სად ფანტაზია. ლაპარაკობდნენ, რომ სადღაც მოსკოვში თუ მოსკოვის ქვეშ გადარჩა ერთი სარაკეტო ნაწილი. წესით ეს არ უნდა მომხდარიყო, რადგან პირველად სამხედრო ობიექტების განადგურებას ცდილობენ ხოლმე. თუმცა ამბობდნენ, რომ ვერ მოასწრეს თუ გამორჩა და ეს სარაკეტო ნაწილი საერთოდ არ დაზიანებულა. ყვებოდნენ, რომ ვიღაცაებმა საკუთარი თვალით ნახეს ახალთახალი დანადგარები ანგრებში, ბრეზენტებში შეფუთული. მეტროში ისინი სრულიად უსარგებლოა. ამ სიღრმეზე მტრებს მაინც ვერ მისწვდები. ხო და იდგა. რა შუაში აქვს სარაკეტო დანადგარები? არტიომი საწოლზე წამოწდა და სტალკერს გაკვირვებით შეაცხერდა. შავები ვდნხ-სკენ ბოტანიკური ბაღიდან მოდიან. ჰანტერს ეჭვი ჰქონდა, რომ ისინი დედამიწის ზედაპირიდან სწორედ ამ რაიონში ჩამოდიან. ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, რომ სადღაც იქ ცხოვრობენ. არსებობს ორი ვარიანტი. პირველი, ადგილი საიდანაც მოდიან, ანუ მათი ბუნაგი ზემოთ მეტროსთან ახლოს მდებარეობს და მეორე, ბუნაგი არ არსებობს და შავები ქალაქს გარედან უტევენ. მაშინ იბადება კითხვა, რატომ არ შეუმჩნევიათ ისინი სხვაგან? შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ ვერ მიაღწიეს იქამდე, მაგრამ ეს ახსნა მაინც ალოგიკურია. მოკლედ სიტუაცია ასეთია. თუ ისინი შორიდან მოდიან, ჩვენ მათ ვერაფერს დავაკლებთ. ავაფეთქებთ ვდნხ-ს ან სულაც მშვიდობის გამზირს. იქიდან მდებარე გვირაბებს და ადრე თუ გვიან ისინი ახალ შემოსასვლელებს იპოვიან. მაშინ იზღარ გრჩება ჩავიკეტოთ მეტროში. შევწყვიტოთ ოცნება იმაზე, რომ ოდესმე დედამიწის ზედაპირზე დავბრუნდებით და ღორებისა და სოკოს იმედად დავრჩეთ. მე სტალკერი ვარ და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ დიდხანს ასე ვერ გავძლებთ. მაგრამ თუ მათ სადღაც ახლოს აქვთ ბუნაგი, როგორც ჰანტერი ფიქრობდა. რაკეტები, მიხვდა არტიომი. 12 ერთდროულად გასროლილი რაკეტა კასეტურ ფუგასური ელემენტებით 400,000 კვადრატულ მეტრს ფარავს. მელნიკმა ყოველი შემთხვევისთვის წერილში ჩაიხედა, რამდენიმე ასეთი გასროლა ნებისმიერი მათ სამყოფელს ნაცარტუდად აქცევს. თქვენ ხომ თქვით, რომ ეს ლეგენდაა? ეჭვით იკითხა არტიომმა. ბრამინები კი ამბობენ, რომ არ არის. სტალკერმა ფურცელი ააფრიალა. აქ ისიც კი ახსნილი, როგორ უნდა მიხვიდე ამ სამხედრო ნაწილამდე და შეაღწიო მის ტერიტორიაზე. თუმცა ისიც წერია, რომ ზოგი დანადგარი წყობრიდან არის გამოსული. მერე და როგორ უნდა მოხვდეთ იქ? აქ ნახსენებია D6 და მეტრო 2. მითითებულია ერთ-ერთი შესასვლელის მდებარეობა. ისინი ირწმუნებიან, რომ ის გვირაბი სარაკეტო ნაწილამდეც მიდის. ამავე დროს გვაფრთხილებენ, რომ მეტრო 2-ში შესვლას თუ ვეცდებით, გაუთვალისწინებელი სიზნელეები შეიძლება წავაწყდეთ.
უხილავ დამკვირვებლებს გახსენდა არწმუნს, უხილავი დამკვირვებლები არ არსებობენ. ეს სისულელია, თავი გააქნია მელნიკმა. სარაკეტო ნაწილიც მხოლოდ ლეგენდა იყო, უპასუხა არწმუნმა. ჩემთვის ის ლეგენდა დარჩება მანამ, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ. მოუჭრა სტალკერმა. საიდან უნდა შევიდეთ მეტროში? აქ წერია, რომ სადგურ მაიაკოვსკაიადან უცნაურია რამდენჯერ ყოფილვარ ამ სადგურზე. ამის მსგავსი კი არაფერი გამიგონია. ახლა რა უნდა ვქნათ? იკითხა არწმუნმა. წამოდი ჩემთან, უთხრა მელნიკმა. ცოტას წაიხემსებ, დაისვენებ, ამასობაში კი მოვიფიქრებ რამეს. ხვალ ვილაპარაკოთ ამაზე. წახემსების ხსენებაზე არწმუნმა იგრძნო, რომ ძალიან შიოდა. კაფელის ცივი ატაკზე ჩამოხვდა და ფეხსაცმელების ასაღებად დაიძრა, მაგრამ სტალკერმა გააჩერა. ფეხსაცმელიც და ტანსაცმელიც აქ უნდა დატოვო. აი იმ ყუთში ჩაალაგე, უნდა გაწმინდო და დეზინფექცია ჩაუტარო. აგერ სკამზე შარვალი და ქურთუ კიდევს. ისინი ჩაიცვი. სმოლენსკაია საკმაოდ კუშტი სადგური ჩანდა. დაბალი, ნახევრად წრიული ჭერის სქელ, ოდესღაც თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ კედლებს ეყრდნობოდა. თაღების გვერდებზე დეკორატიული ცრუ სვეტები იყო გამოყვანილი, კედლებს თაბაშირის ორნამენტები გასდევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სადგური მაინც ციხესიმაგრეს გავდა. ორმაგი ცემენტის კედელში ჰერმეტული ჭიშკრის ორივე მხარეს ფოლადის მასიური კარი იყო დატანებული. ბეტონში ჩასმული საცეცხლე წერტილები გვირაბების შესასვლელებთან განელაგებინათ. ყველაფერი იმაზე მეტყოლებდა, რომ აქაურებს მუდმივად საკუთარ უსაფრთხოებაზე უხდებოდა ძრუნვა. ქალები ამ სადგურზე თითქმის არ ჩანდნენ. სამაგიეროდ ყველა მამაკაცი შეიარაღებული იყო. არწმუნმა პირდაპირ ჰკითხა მელნიკს, აქ რა ხდებაო, მაგრამ სტალკერმა აგდებულად უპასუხა, განსაკუთრებულს ვერაფერს ვამჩნევო. არა და არწმუნი ნამდვილად გრძნობდა განსაკუთრებული დაძაბულ ატმოსფეროს. თითქოს ყველა რაღაცას ელოდა და ეს გრძნობა ახალ მოსულებსაც სწრაფად ედებოდათ. საცხოვრებელი კარვები შუაგულ დარბაზში იყო ჩამწკრივებული. ყველა თაღი თავისუფალი იყო, ალბათ იმიტომ, რომ სასწრაფო ევაკუაცია არ გაძნელებული იყო. ორივე ბაქნის შუაში ისხდნენ მორიგეები და მუდმივად უთვალთვალებდნენ გვირაბებს. სადგურზე სრული სიჩუმე იდგა. ადამიანები ძალიან ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. თითქოს ეშინოდათ, რომ ხმამაღალი საუბარი ჩაახშობდა გვირაბიდან გამომავალ საგანგაშო ხმაურს. არწმუნი შეეცადა გაიხსენებინა რა იცოდა სმოლენსკაიას შესახებ. საშიში მეზობლები ხომ არ ყავდა? არა, ერთი ლიანდაგი მდიდარი პოლისისაკენ მიდიოდა, მეორე კი კიევსკაიასკენ. ამ უკანასკნელის შესახებ არწმუნმა მხოლოდ ის იცოდა, რომ იქ უმეტესწილად ის კავკასიელები ცხოვრობდნენ, რომლებიც მან კიტაი-გოროდში და ფაშისტებთან ნახა. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და ალბათ ასე ვერ შეაშინებდნენ სმოლენსკაიას მაცხოვრებლებს. სასადილო ცენტრალური ტენტის ქვეშ იყო მოწყობილი. სადილის დრო უკვე გასული ჩანდა, რადგან უხეშ თვითნაკეთ მაგიდებთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იჯდა. სტალკერმა არწმუნი ერთ-ერთ მაგიდასთან დასვა და საჭმლის მოსატანად წავიდა. უკან რამდენიმე წუთში მობრუნდა ხელში რკინის ჯამით, რომელშიც რუხი ფერის ფაფისებრი მასა ესხა. არწმუნმა ძლივს გაბედა მისი გასინჯვა და ფაფა ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, რომ თვალის დახამხამებაში გადასანსლა. თუმცა ვერ მიხვდა რისგან იყო დამზადებული. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლებოდა, რომ მზარეულს მისი მომზადებისას ხორცი არ დანანებია. არწმუნმა ჭამა მოათავა, ჯამი გვერდზე გასწია და მიმოიხედა. გვერდით მაგიდასთან ორი კაცი იჯდა და ჩუმად საუბრობდა. ჩვეულებრივი დაბამბული ქურთუკები ეცვათ, მაგრამ მათ იერში იყო რაღაც ისეთი, რამაც არწმუნს აფიქრებინა, რომ სტალკერის ტანსაცმელი და ტყვიამფრქვევები უფრო მოუხდებოდათ. ერთ-ერთმა მათგანმა ყურადღებით შეხედა ყმაწვილს. მელნიკს ანიშნა რაღაც თვალით და ისევ თავის თანამოსაუბრეს მიუბრუნდა. არწმუნმა ისევ სცადა მელნიკისთვის სმოლენსკაიაზე ჩამოეგდოს სიტყვა, მაგრამ სტალკერი ცალკმად პასუხობდა, აშკარად არ იყო საუბრის გუნებაზე. დაბამბულ ქურთუკში ჩაცმული კაცი ადგა, მელნიკთან მოვიდა და ჰკითხა, რა ვუყოთ კიევსკაიას? იქ სიტუაცია მწიფდება. წადი არწმუნ დაისვენე, მიმართა ყმაწვილს სტალკერმა. აქედან მესამე კარავის სტუმრებისათვის არის განკუთვნილი. დავავალე, შენთვის ლოგინი გაეშალათ. მე ცოტა ხანს აქ დავრჩები. სალაპარაკო მაქვს. არწმუნს ცოტა ეწყინა, პატარა ბავშვით რომ დაითხოვეს, მაგრამ მორჩილად ადგა და გასასვლელისაკენ გაემართა. თავს იმით იმშვიდებდა, რომ შესაძლებლობა მიეცა დამოუკიდებლად დაეთვალიერებინა სადგური. ახლა როცა ყურადღებით მიმოიხედა, კიდევ ბევრი უცნაურობა შეამჩნია. დარბაზი იდეალურად სუფთა იყო. სმოლენსკაია საცხოვრებელ ადგილს კი არა, ისტორიის ძველ სახელმძღვანელოში ნანახ რომაელი ლეგიონერების სამხედრო ბანაკს გავდა. სიმეტრიულად მოწყობილი სივრცე,
არაფერი ზედმეტი, ყველგან საგუშაგოები და გამაგრებული გასასვლელები. ცოტა ხანში სეირნობაზე უარი თქვა, რადგან შეამჩნია, რომ ბევრი შემხვედრი ეჭვით უყურებდა. ვიღაცები უთვალთვალებდნენ კიდეც. სტუმრებისათვის განკუთვნილ კარავში ქვეშაგებული გასაშლელი საწოლი დახვდა. კუთხეში კი იდო დიდი პოლიეთილენის პაკეტი, რომელსაც მისი სახელი ეწერა. პაკეტში ეწყო მისი პირადი ნივთები, რომლებიც ზუგჩანთაში ჰქონდა. არწივმა მოძებნა ცარიელი ბინდიდან წამოღებული საბავშვო წიგნი. საინტერესოა გეიგერის მთლელი თუ შეამოწმეს, გაიფიქრა თავისთვის. დარწმუნებული იყო, რომ შემოწმებინათ მთლელი გადაერეოდა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ უნდოდა. წიგნი გადააშალა და სიძველისაგან ოდნავ გაკუთვნილებულ სურათებს დაუწყო თვალიერება. ცდილობდა დრო გაეწელა, სანამ თავის ფოტოსურათს იპოვიდა. ეს ფოტო მისი? ახლა რადაც უნდა დასჯდომოდა, უნდა დაბრუნებულიყო ვდნხ-ზე და სუხოისათვის ეკითხა, იყო თუ არა ამ სურათზე გამოსახული ქალი დედამისი. არწივმა აკოცა სურათს, წიგნში ჩააბრუნა და ზუგჩანთაში შეინახა. უცებ მოეჩვენა, რომ მის ცხოვრებას რაღაც აზრი გაუჩნდა. ერთი წუთის შემდეგ უკვე ღრმად ეძინა. როდესაც თვალები გაახილა და კარვიდან გავიდა, ერთ ბაშად ვერც კი მიხვდა, სად იმყოფებოდა. სადგური მთლიანად შეცვლილი იყო. თითქმის ყველა საცხოვრისი დანგრეული და დამწვარი იყო. კედლებს მური ფარავდა და ნატყვიარები ეტყობოდა. ჭერიდან ჩამოცვენილი ბათქაში იატაკზე ეყარა, ბაქანზე წყლის ნაკადულები მოედინებოდა და სადგურს დატბორვას უქადდა. დარბაზში არავინ იყო, ერთი პატარა გოგონას გარდა, რომელიც გადარჩენილ კარავთან თამაშობდა. ბაქნის მეორე ბოლოდან იქ, სადაც ახალი გასასვლელის კიბე იყო, ყვირილი ისმოდა. კედლებზე ცეცხლის ალი თამაშობდა, საკმაოდ ბნელოდა, რადგან ავარიული განათების მხოლოდ ორი ნათურაღად ბჟუტავდა. ავტომატი, რომელიც არწივმა დაძინებამდე სასტუმრალთან დატოვა, გამქრალიყო. ყმაწვილი იძულებული გახდა შერიგებოდა აზრს, რომ უიარაღოდ მოუწევდა ყოფნა. ნეტავ რა მოხდა აქ? შეეცადა გოგონას გამოლაპარაკებოდა, მაგრამ ბავშვი მისი დანახვისთანავე აღრიალდა. არწივმა თავი ანება მას, თაღი გაიარა და ლიანდაგისკენ ფრთხილად გაიხედა. მაშინვე შეამჩნია, რომ მარმარილოს დაფაზე, რომელზეც მისი მშობლიური სადგურის სახელწოდება ვდნხ ეწერა, ასო დუ აკლდა. თვითონ დაფა კი გაბზარული იყო. არწივმა გვირაბების შემოწმებაც გადაწყვიტა, თუ სადგური ვინმემ დაიპყრო, კარგად უნდა დაეზვერა იქაურობა, რომ მერე სამხრეთელი მოკავშირეების მაშველი ჯარისათვის ზუსტად მოეხსენებინა საქმის ვითარება. გვირაბში ისეთი სიბნელე დახვდა, რომ გაწვდილი ხელის მანძილზე არაფერი ჩანდა. სიღრმიდან უცნაური ხმა მოდიოდა, თითქოს ვიღაც ლაფიდან ამოსვლას ცდილობდა. ამ ხმას წყლის რაკრაკიც ერთოდა, წყალი არწივის შექმნებს გარშემო უვლიდა და სადგურისაკენ მიედინებოდა. ყმაწვილს მუხლები უკანკალებდა, ფეხები აღარ ემორჩილებოდა. გონება კარნახობდა, რომ გარისკვა და გზის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, მაგრამ რაღაც ძალა მაინც გვირაბის სიღრმისკენ ეწეოდა. ამიტომ წინ კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა. კიდევ უფრო ჩამობნელდა და ამის გამო უცებ მოეჩვენა, რომ სხეული გაუქრა, მხოლოდ სმენა და გონება ჰქონდა შერჩენილი. კიდევ ერთხელ სიარა ასე და უცნაურ ხმასთან ერთად, რომელიც უკვე შორიდან ისმოდა, ახლა სხვა ხმაც მოესმა. ნაბიჯების შარიშური. ვერ გაეხსენებინა სად და როდის დაემართა იგივე. გრძნობდა, რომ თანდათან შიში ეძალებოდა. ვეღარ გაუძლო, შეტრიალდა და მშობლიური სადგურისაკენ გაიქცა. სიბნელეში შპალები ვერ შეამჩნია. ფეხი წამოკრა, დაეცა და მიხვდა, რომ მისი აღსასრულის დღე დადგა. თლიანად გაუფრილმა გაიღვიძა. ძილში საწოლიდან გადმოვარდნილი იყო. თავი ძალიან დამძიმებული ჰქონდა და სტკიოდა. რამდენიმე წუთს გაუმძრევლად ეგდო იატაკზე. ბოლოს როგორც იქნა წამოდგა და მაშინვე დაავიწყდა კოშმარული სიზმარი. კარვის კალთა ასწია და გარეთ გაიხედა. ბაქანზე რამდენიმე გუშაგის გარდა არავინ იყო. რამდენიმეჯერ ჩაისუნთქა ნესტიანი ჰაერი. კარავში შებრუნდა, დაწვა და ძილი გააგრძელა. სიზმარი აღარ უნახავს. მელნიკმა გააღვიძა. სტალკერს თბილი მუქი ქურთუკი და ჯიბეებიანი სამხედრო შარვალი ეცვა და პილოტის ძველი შავი ქუდი ეხურა. ფეხებთან არწივისათვის უკვე ნაცნობი ორი დიდი ჩანთა ედგა. მან ერთ-ერთი ჩანთა არწივს მიუცურა და უთხრა: აი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზუგჩანთა და იარაღი. აირწნაღი არ გჭირდება. ზემოთ არ ავდივართ, მაგრამ მაინც წამოიღე, ნახევარ-საათში გავდივართ. სად მივდივართ? არწივი შეეცადა თქნარება შეეკავებინა. კიევსკაიაზე. თუ ყველაფერი კარგად დამთავრდება, იქიდან წრიული ხაზით ბელორუსკაიამდე მივალთ და მერე მაიაკოვსკაიაზეც მოვხვდებით. იქ კი ადგილზე გავერკვევით ყველაფერში. სტალკერი სკამზე ჩამოჯდა. ჯიბიდან გაზეთის ნახევი ამოიღო და თუთუნის შეხვევას შეუდგა. დროდადრო არწივისკენ იყურებოდა. ამის გამო არწივს ყველაფერი ხელიდან უცვიოდა.
მარტო რომ ყოფილიყო ბევრად უფრო სწრაფად ჩაიცვამდა. ასე თუ ისე 20 წუთის შემდეგ უკვე მზად იყო. მელნიკი ადგა თავისი ჩანთა აიღო და ბაქანზე გავიდა. არჭილმა ოთახს თვალი მოავლო და მას მიჰყვა. სადგურზე თითქმის არავინ იყო, ზედ აღარავინ უყურებდა. თაღი გაიარეს და ლიანდაგისკენ გაეშურნენ. მელნიკი ხის პატარა მისადგმელი კიბით ჩავიდა. გუშაკს თავი დაუქნია და გვირაბისკენ გასწია. არჭილმა შეამჩნია, რომ გზები აქ ძალიან უცნაურად იყო მოწყობილი. კიევსკაიასკენ მიმავალი გზა ნახევრად გადაკეტილი იყო ბეტონის საცეცხლე წერტილით, რომელსაც ვიწრო სათოფურები ჰქონდა. გასასვლელის დანარჩენ ნაწილს რკინის გისოსი კეტავდა. მის გვერდით კი ორი გუშაგი მორიგეობდა. მელნიკმა რაღაც უთხრა მათ. ერთ-ერთმა გუშაგმა ბოქლომი მოხსნა გისოს და გააღო. გვირაბის კედელს გასდევდა შავი საიზოლაციო ლენტით გადახვეული მავთული, რომელზეც ყოველ 10-15 მეტრში, თუმცა მხოლოდ 300-ოდენ ნაბიჯზე სუსტი ნათურა ეკიდა. ბოლო ნათურასთან კიდევ ერთი საგუშაგო იყო მოწყობილი. გუშაგებს ფორმა არ ეცვათ, მაგრამ ბევრად უფრო სერიოზულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე პოლისის სამხედროები. ერთ-ერთმა იცნო მელნიკი, თავი დაუკრა და წინ გაატარა. აქედან სიმბნელე იწყებოდა. სტალკერმა ფარანი ამოიღო და ჩართო. რამდენიმე ასეულ მეტრში წინიდან ხმა მოისმა და ფარნის შუქიც გამოჩნდა. მელნიკმა მხრიდან ავტომატი გადმოიღო და სიმბნელეს მიუშვირა. ყმაწვილმაც მას მიბაძა. სავარაუდოდ ეს მოლენსკაიას კიდევ ერთი შორეული საგუშაგო იყო. თბილ ქურთუკში ჩაფუთნილი ორი მოსული და შეიარაღებული კაცი სამ მოვაჭრეს ეკამათებოდა. გუშაგებს მრგვალი ნაკსოვი ქუდები ეხურათ და გულზე ღამის ხედვის ხელსაწყოები ეკიდათ. ორ მოვაჭრეს იარაღი ჰქონდა, მაგრამ არწიომს ეჭვი არ შეპარვია, რომ ისინი ნამდვილად კომერსანტები იყვნენ. უშველებელი ჩანთები აეკიდებინათ. ერთ-ერთს ხელში გვირაბების რუკა ეჭირა. იერი და გამოხედვაც მოვაჭრეებისა ჰქონდათ. ჩვეულებრივ მათ ჰანზის გარდა ყველა სადგურზე შეუფერხებლად უშვებდნენ. რა იყო ძმაო, შენ სადგურზე სულ არ შემოვდივართ. უბრალოდ უნდა გავიაროთ. არწმუნებდა გუშაკს მიტმასნილი დაბამულ ქურთუკში ჩაცმული მაღალი ულვაშიანი მოვაჭრე. ხოლო ტანსაცმელი გვაქვს. აი თვითონ შეხედეთ, პოლიში მივდივართ სავაჭროდ. მხარი აუба მეორემ, ჩაფსკვნილმა გაუპარსავმა კაცმა. რას გიშავებთ? აი შეხედეთ, თითქმის სულ ახალი ჯინსებია. თანაც შენი ზომა, ისე მოგცემ. შეეშველა მეგობრებს მესამე მოვაჭრე. გუშაგი მოვაჭრეებს თითქმის არ ეპასუხებოდა, მხოლოდ თავს აქნევდა, მაგრამ როგორც კი ერთ-ერთმა კომერსანტმა წინ ფეხის გადადგმა სცადა, ორივე დარაჯმა ერთდროულად გააჩხაკუნა ავტომატის ჩამკეტი. მელნიკი და არწიომი 5-10 ნაბიჯით უკან იდგნენ. სტალკერით დაძაბული ჩანდა. სდექ, 5 წამს გაძლევთ, რომ აქედან გაქრეთ. ამ სადგურზე განსაკუთრებული რეჟიმია და შემოსვლა აკრძალულია. 5, 4 დაიწყო თვლა ერთ-ერთმა გუშაგმა. ახლა როგორღა მოვხვდეთ იქ ისევ წრიული ხაზით, აღშფოთთ და ერთ-ერთი მოვაჭრე, მაგრამ მეორემ ხელი ჩაიქნია და ამხანაგის სახელოში მოკაჩა. კომერსანტებმა თავიანთი ბარგი ბარხანა წამოკრიფეს და უკან გაბრუნდნენ. სტალკერმა ცოტა შეიცადა, მერე არწიომს ხელი დაუქნია და ისინიც მოვაჭრეებს მიხვდნენ. როდესაც გუშაგებს ჩაუარეს, ერთ-ერთმა მელნიკს თავი დაუქნია და ორი თითი საფეთქელთან მიიტანა. თითქოს მხედრული სალამი მისცა. რას ნიშნავს განსაკუთრებული რეჟიმი? კითხა არწიომა სტალკერს, როდესაც ცოტათი დაშორდნენ საგუშაგოს. დაბრუნდი და იკითხე, მოუჭრა მელნიკმა ისე, რომ ყმაწვილს კლინტი აღარ დაუძრავს. ცდილობდნენ გაბრუნებულ მოვაჭრეებთან ახლოს არ მისულიყვნენ, მაგრამ მათი ხმები სულ უფრო მკაფიოდ ესმოდათ. უცებ ეს ხმები შეწყდა. კიდევ 20-ოდე ნაბიჯი რომ გაიარეს, ვიღაცამ ფარანი მიანათა. ჰეი, ვინ არის მანდ? რა გინდათ? არწიომმა იცნო საგუშაგოდან გაბრუნებული ერთ-ერთი მოვაჭრის ხმა. მშვიდად გაგვატარეთ, ჩვენ არ შეგეხებით. კიევსკაიაზე მივდივართ, ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ უპასუხა სტალკერმა. გაიარეთ, წინ გიშვებთ. არ არის საჭირო ზურგში გვიყუროთ. მიუგეს სიბნელიდან მოკლე თათბირის შემდეგ. მელნიკმა უკმაყოფილო დაიჩეჩა მხრები და აუჩქარებლად დაიძრა წინ. 50 მეტრში როცა გვერდით ჩაუარეს, კომერსანტებმა ავტომატები დასციეს და გზა დაუთმეს. სტალკერმა მშვიდად დაუქცია გვერდი, მაგრამ არწიომმა შეამჩნია, რომ მას ნაბიჯი შეეცვალა. ახლა იგი კატასავით ჩუმად მიდიოდა და თითქოს უსმენდა მის უკან რა ხდებოდა. მოვაჭრეები მაშინვე უკან მიხვდნენ, მაგრამ მელნიკს ერთხელაც არ მიუხედავს უკან მათკენ. არწიომი ცდილობდა მისთვის მიებაძა, მაგრამ ვერ მოითმინა და მაინც მიიხედა. ჰეი, გაისმა უკნიდან დაძაბული ხმა, შეჩერდით. არწიომის გასაკვირად სტალკერი უსიტყვოდ დამორჩილდა მოვაჭრეების მოთხოვნას. ისინი კიევსკაიას გამო იქცევიან, ასე თუ პოლის იცავენ?
კითხა სტალკერს ერთ-ერთმა მოვაჭრემ. რა თქმა უნდა, კიევსკაიას გამო. უპასუხა მელნიკმა. არწევს გულში ეწყინა, რომ მისი თანამგზავრი ამ კომერსანტს ასე მონდომებით პასუხობდა, თვით მას კი პასუხის ღირსედაც არ თვლიდა. ხო, გასაგებია, ჩაილაპარაკა მაღალმა მოვაჭრემ. კიევსკაიაზე ახლა ძალიან საშიში სიტუაციაა. არა უშავს, მალე თქვენ გუშაგებს დასხებათ. ხანზე რომ საზღვარს ჩაკეტავს, კიევსკაიადან ყველა თქვენთან გამოიქცევა. აბა, ასეთ ამბებში ვინ დარჩება იქ? ჯობია ტყვიას შეუშვირო შუბლი. შენ ხო პირველი გარბი ხარ ბრძოლაში, გესლინად უთხრა მეორემ. გამომიხვედი რაღა მატროსოვი. ჯერ ხომ ისე არ გახურებულა საქმე, შეეპასუხა მაღალი. მაინც რა ხდება, ვერ მოითმინა არწვემა. მოვაჭრეებმა ისე გადახედეს მას, როგორც ბავშვს, რომელიც სულელურ კითხვებს სვამს და არაფერი უპასუხეს. სტალკერიც დუმდა, ერთხანს ასე უჩუმრად იარეს და როცა არწვემს ყოველგვარი იმედი გადაეწურა, მაღალმა უხალისოდ ამოღერღა. იქ გამარჯვების პარკამდე გადის გვირაბები, აი ეს ხდება. გამარჯვების პარკის ხსენებაზე მოვაჭრეები შეიშმუშნენ. არწვემს მოეჩვენა, რომ საიდანღაც გამჭოლმა ქარმა მოუბერა და გვირაბის კედლები დავიწრულდა. მელნიკმაც ისე აათამაშა მხრები, თითქოს შესცივდაო. არწვემს არასოდეს გაეგო რაიმე ცუდი გამარჯვების პარკის შესახებ, მაგრამ მასაც რატომღაც გააჟრჟოლა. რაო, გაუარეს და მდგომარეობა? იკითხა სტალკერმა. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით, იქ არ ვცხოვრობთ. ხანდახან თუ ჩავუვლით მაგ სადგურს. იქ დარჩენა ახლა, თქვენ თვითონაც გესმით, ჩაიბურტყუნა წვეროსანმა. ადამიანები იკარგებიან, ჩურჩული თქვა ჩაფსკვნილმა. ბევრ შეშინია და გარბის. ვეღარ გაიგებ, ვინ დაიკარგა, ვინ გაიქცა. დანარჩენები კი ამის გამო კიდევ უფრო დაშინდნენ. სულ ამწყეული გვირაბების ბრალია, თქვა მაღალმა და მიწაზე დააფურთხა. გვირაბები ხომ ამოქოლილია, ჩაერია საუბარში მელნიკი. 100 წელია რაც ამოქოლილია და რა მერე? აქაური თუ ხარ, ჩვენზე უკეთ უნდა იცოდე. იცი, იქ ყველა მიცის, რომ საშიშროება გვირაბებიდან მოდის, მიუხედავად იმისა, რომ დაგმანულია. ამას ყველა გრძნობს, ვინც იქ ცხვირს შეყობს. აი სერგეევიჩმაც იგრძნო, მაღალმა თავის წვეროსან თანამგზავრზე მიუთითა. ხო, ასეა. დაუდასტურა წვეროსანმა და რატომღაც პირჯვარი გადაიწერა. ისინი ხომ იცავენ გვირაბებს? დააზუსტა მელნიკმა. გუშაგები მუდმივად დგანან, თავი დაუქნია ულვაშამ. ერთხელ მაინც თუ დაიჭირეს ვინმე, ან თუ დაინახეს, ჩაიკითხა სტალკერი. აბა ჩვენ რა ვიცით? ხელები გაშალა მოვაჭრევ. მე არაფერი გამიგია, იქ დასაჭერიც არავინ არის. ადგილობრივები რას ამბობენ? არეშუმბოდა მელნიკი. მაღალმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ ხელი ჩაიქნია. სერგეევიჩმა კი რატომღაც უკან მიიხედა და ჩურჩული თქვა. მკვდრების ქალაქია და ისევ გადაისახა პირჯვარი. არწვემს უნდოდა გაეცინა უკვე ძალიან ბევრი ლეგენდა, თეორია და იგავი გაიგონა იმის შესახებ, თუ სად არის მეტროში გარდაცვლილების ადგილსამყოფელი. მიცვალებულთა სურები გვირაბების კედლებზე გამოვალ მილებში, ჯოჯოხეთის კარიბჭე, რომელსაც ერთ-ერთ სადგურზე თხრიან, ახლა მიცვალებულთა ქალაქი გამარჯვების პარკში. მაგრამ ცივმა ნიავმა რატომღაც მოუკლო სიცილის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ თბილად ეცვა, ისევ გააჟრჟოლა. მელნიკი დადუმდა და რაღაცაზე ჩაფიქრდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სახუმარო ამბავი სულაც არ იყო. გზის დარჩენილი მონაკვეთი უსიტყვოდ გაიარეს. გვირაბი ცარიელი, მშრალი და სუფთა იყო, თუმცა ყველას დაეუფლა შეგრძნება, რომ წინ რაღაც ცუდი ელოდათ. როგორც კი სადგურზე შეაბიჯეს, ეს შეგრძნება უფრო გაუმძაფრდათ. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ აქ შიშს დაესადგურებინა. ნუ თუ ეს ის მზიური კიევსკაია იყო, რომელზეც არწვემს უყვებოდა ფაშისტების მიერ დატყვევებული მის გალიაში მყოფი კავკასიელი, იქნებ ის მეორე ფილის ხაზზე მდებარე კიევსკაიას გულისხმობდა. ვერავინ იტყოდა, რომ სადგური მიტოვებული იყო და მისი ყველა მაცხოვრებელი გაიქცა. ბაქანზე საკმაოდ ბევრი ხალხი ირეოდა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ კიევსკაია მის მკვიდრთ არ ეკუთვნოდა. მაცხოვრებლები ცდილობდნენ ერთმანეთთან ახლოს ყოფილიყვნენ. კარები დარბაზის ცენტრში გვერდიგვერდ გაეშალათ. ხანძარსაწინააღმდეგო წესები არ იყო. ამ კარობის ბინადრებს ხანძარზე მეტად ალბათ სხვა რამისა ეშინოდათ. შემხვედრი ადამიანები არწმუნს თვალს არიდებდნენ, ყველას განწირული გამომეტყველება ჰქონდა. თაღების ორ რიგს შორის მოქცეული ბაქნის ერთ ბოლოში რამდენიმე ესკალატორი ქვემოთ ჩადიოდა. მოპირდაპირე მხარეს კი მეორე სადგურზე გადასასვლელისაკენ კიბე ადიოდა. რამდენიმეგან ნახშირი ღვიოდა და მწვადი სუნი იგრძნობოდა. სადღაც ბავშვი ტიროდა. მიუხედავად იმისა, რომ კიევსკაია მოვაჭრეების მიერ გამოგონილი მკვდრების ქალაქის კარიბჭეს წარმოადგენდა, სიცოცხლე აქ აშკარად იყო. კომერსანტები სწრაფად დაემშვიდობდნენ და გადასასვლელში
გაუჩინარდნენ. მელნიკმა ირგვლივ მიმოიხედა და ბაქნის ერთ-ერთი კუთხისაკენ გასწია. ჩანდა კარგად იცნობდა აქაურობას. არწმუნს ვერ გაიგო, რატომ დაჰკითხა მომაჭრეები, იმის იმედით, რომ მათ ფანტაზიებში სიმართლის მართლას იპოვია თუ ჯაშუშების გამოჭერა უნდოდა. ერთი წუთის შემდეგ ერთ ოთახთან გაჩერდნენ. მას კარი არ ჰქონდა. სამაგიეროდ გარეთ დაცვა იდგა. უფროსობასთან მოვედით. მიხვდა არწივი. სტალკერს მეტროპოლიტენის მუშაკის ძველ გახუნებულ, მაგრამ ძალიან სუფთა ფორმაში გამოწყობილი, ხანში შესული სუფთად გაპარსული კაცი შეეგება. მისი სისუფთავე ამ სადგურის ფონზე თვალშისაცემი და ცოტა გასაკვირიც იყო. მასპინძელმა მელნიკს მხედრული სალამი მისცა, ორი თითი მიიტანა ქუდთან. ამას რომ აკეთებდა, თვალები უცინოდა. დღემშვიდობისა მიესალმა იგი სტუმრებს. გამარჯობა, სტალკერმა გაუღიმა. 10 წუთის შემდეგ უკვე თბილ ოთახში ისხდნენ და სოკოს ჩაისვავდნენ. ამჯერად არწმუნსაც ნებადართეს სერიოზულ საუბარს დასწრებოდა, თუმცა მელნიკისა და სადგურის უფროსის არკადი სემიონოვიჩის ლაპარაკიდან ბევრი ვერაფერი გაიგო. სტალკერმა ჯერ ვიღაც ტრეწიაკის ამბავი იკითხა, მერე გვირაბების ამბავი გამოიკითხა. სადგურის უფროსმა მოახსენა, ტრეწიაკის საქმეზეა წასული და მალე დაბრუნდებაო. შემდეგ რაღაც ხელშეკრულებების დეტალებზე დაიწყეს მსჯელობა და არწმუნი სრულიად გამოეთიშა საუბარს. იჯდა თავისთვის სვავდა ჩაის, რომელიც მშობლიურ სადგურს აგონებდა და გარემოს ათვალიერებდა. სადგურს ჯერ კიდევ შერჩენოდა ძველი სიმდიდრისა და სიმშვიდის ნიშანი. ოთახის კედლებზე ჩრჩილისგან დაჭმული, მაგრამ ხარისხიანი ხალიჩები ეკიდა. რამდენიმე ადგილას პირდაპირ ხალიჩებზე მოოქრულ ჩარჩოებში ჩასმული ფანქრით შესრულებული გვირაბების გეგმა გაეკრათ, ხოლო მაგიდა, რომელთანაც ისხდნენ, ნამდვილად ანტიკვარული იყო. არწივს ვერც კი წარმოიდგინა, რამდენი სტალკერი უნდა გარჯილიყო ვიღაცის ბინიდან მის აქ ჩამოსატანად, ან რა უნდა გადაეხადა სადგურის ხელმძღვანელობას ამაში. ერთ-ერთ კედელზე სიძველისგან გაშავებული ხმალი და სროლისათვის აშკარად გამოუსადეგარი პისტოლეტი ეკიდა. ერთ-ერთ თაროზე შემოდებული იყო უცნობი ცხოველის თავის ქალა. ამ გვირაბებში არაფერია, თავი გადააქნია არკადე სემიონოვიჩმა. ვდარაჯობთ, რომ ადამიანებმა მშვიდად იძინონ. შენც ხომ მშვენივრად იცი, რომ სადგურიდან 300 მეტრში ორივე მონაკვეთი ამოქოლილია და ვერავინ გაჭაჭანდება. ეს სულ სრულწმენაა და მეტი არაფერი. მაგრამ ადამიანები რომ ქრებიან, კოპები შეკრა მელნიკმა. ქრებიან, დაინთახმა სადგურის უფროსი, მაგრამ არავინ იცის სად მიდიან. ვფიქრობ, ეშინიათ და გარბიან. გადასასვლელებზე საგუშაგოები არ გვაქვს. იმის იქით კი მთელი ქალაქია, წასასვლელი აქვთ. წრიულზეც შეუძლიათ წავიდნენ. ფილის ხაზზეც ამბობენ, რომ ახლა ჰანზაც იღებს ჩვენი სადგურიდან მისულებს. მაინც რისი ეშინიათ? იკითხა სტალკერმა. როგორ თურის? იმის რომ ხალხი ქრება. ხელები გაშალა არკადი სემიონოვიჩმა. საკვირველია, ჩაილაპარაკა მელნიკმა. მოდი, სანამ ტრეწიაკი დაბრუნდება, ჩვენ საგუშაგოზე გავყვებით ბიჭებს და მათთან ერთად ვიმორიგებებთ. ხომ იცი, სმოლენსკელები ცოტა შფოთავენ. მესმის თავი დაუქნია სადგურის უფროსმა. მესამე კარავთან ანტონი იკითხეთ და უთხარით, რომ მე გაგაგზავნეთ. ის არის შემდეგი ცვლის უფროსი. კარავში, რომელსაც 3 ეწერა, ხმაური იყო. ორი 10 წლის ბიჭი ავტომატის ცარიელი ვაზნებით თამაშობდა. მათ გვერდით კი პატარა გოგონა იჯდა, რომელიც ცნობის მოყარედ შესქეროდა ძმებს, მაგრამ ვერ ბედავდა მათ თამაში ჩართვას. წინსაფრიანი სასიამოვნო გარეგნობას შუახნის ქალი სადილს ამზადებდა. მიუხედავად ბავშვების აურზაურისა, კარავში ოჯახური სიმყუდროვე სუფევდა. ანტონი გავიდა. დაბრძანდით, დაელოდეთ. ღიმილით შესთავაზა ქალმა. ბიჭები ინტერესით ათვალიერებდნენ სტუმრებს. ბოლოს ერთ-ერთი მათგანი მივიდა არწივთან და კითხა: შენ ვაზნები გააქვს? ოლეგ, ახლავე შეწყვიტე, მკაცრად შეუძახა ქალმა, ისე რომ საქმისათვის თავი არ დაუნებებია. არწივის გასაკვირად მელნიკმა ხელი შარვლის ჯიბეში ჩაიყო. რამდენიმე უცნაური ფორმისა ვაზნა ამოიღო, ხელში შეათამაშა და ბავშვს გაუწოდა. ბიჭს ახტაცებისაგან თვალები აუციმცივდა, მაგრამ საჩუქრის ჩამორთმევას ვერ ბედავდა. აიღე, ნუ გეშინია. სტალკერმა ბავშვს თვალი ჩაუკრა და ვაზნები ხელის გულზე დაუყარა. ნახე, რამ ხელებია, ეს სპეცრაზმი იქნება. სიხარულით წამოიძახა ბავშვმა. არწივი დააკვირდა და დაინახა, რომ ბიჭებს ვაზნები იატაკზე
ჯარისკაცები ვით ჩაიმწკრივებინა. ოდესღაც თვითონაც ასე თამაშობდა, თუმცა გარდა ვაზნებისა, რამდენიმე ჯარისკაცის ფიგურაც ჰქონდა. სანამ იატაკზე ბრძოლა კარგად გახურდებოდა, კარავში ბავშვების მამა არც თუ მაღალი, გამხდარი, ქერა მამაკაცი შემოვიდა. სტუმრები რომ დაინახა, უხმოდ დაუკრა თავი და მელნიკს მიაჩერდა. მამა, ვაზნები კიდევ მოგვიტანე? ოლეგს ახლა მეტი აქვს, უფრო გრძელები. შარვალზე ჩამოიკონწიალა პატარა ბიჭი. თქვენმა უფროსობამ გამოგზავნა, თქვენთან ერთად სამორიგეოდ წამოვალთ. ასე ვთქვათ, დამხმარე ძალა ვიქნებით, აუხსნა სტალკერმა. რაღა დამხმარე ძალა გვინდა, ჩაილაპარაკა მასპინძელმა, მაგრამ სახეზე უკმაყოფილება არ დასტყობია. ჩემი სახელია ანტონი. ჯერ ვისადილოთ და მერე წავიდეთ, დაბრძანდით და გატენილ ტომრებზე მიუთითა, რომლებიც სკამების მაგივრობას წევდნენ. მიუხედავად უარისა, სტუმრებს თითო ჯამიც ხელი კერძი მიართვეს, რომელიც არწიომისათვის უცნობი ბოლქვებისაგან იყო დამზადებული. ყმაწვილმა სტალკერს შეხედა. მელნიკმა კოვზი მოიმარჯვა და ჭამას შეუდგა. ჩანდა სადელი მოეწონა, ამან გაამხნევა არწიომი. ეს ბოლქვები სრულიად არ გავდნენ სოკოს. მოტკბო გემო ჰქონდა. კერძით საკმაოდ ნოყიერი გამოდგა. არწიომს უნდოდა ეკითხა, რა სჭამდნენ, მაგრამ მერე გადაიფიქრა. გემრიელი იყო და მეტი რა უნდოდა. სადღაც ვირთხის ტვინის ხომ დელიკატესად ითვლებოდა. მამი, შეიძლება შენთან ერთად ვიმეორიგეო? კითხა მასპინძელს იმ ბიჭმა, რომელსაც სტალკერმა ვაზნები აჩუქა. არა, ოლეგ, შენც ხომ იცი? კოპები შეკრა კაცმა. რა მორიგეობა? ხომ იცი იქ ბავშვებს არ უშვებენ? აღელდა ოლეგის დედა. დედა, მე ბავშვი აღარ ვარ. ხმა დაიბოხა ბიჭმა. არც იფიქრო, გინდა რომ გული გამისკდეს? აიმაღლა ხმა ქალმა. ჰო, კარგი, ჩაიბურტყუნა ბიჭმა, მაგრამ ქალი გავიდა თუ არა, მამას სახელო ჩამოკაჩა და ჩაშორჩულა, ადრე ხომ წამიყვანე. ამაზე ლაპარაკი დამთავრებულია, მკაცრად უთხრა მასპინძელმა. მაინც და ბოლოს სიტყვები ბიჭმა ისე ჩუმად თქვა, რომ ვერავინ გაიგონა. ანტონმა ჭამა მოათავა, გახსნა რკინის ყუთი, იქიდან ძველი სამხედრო AK-47 ამოიღო და თქვა: წავიდეთ, მერე ცოლს მიუბრუნდა. დღეს მოკლე ცვლა გვაქვს. 6 საათის შემდეგ დავბრუნდები. მელნიკი და არწიომის წამოდგნენ. ოლეგმა მამას ვედრებით სავსე თვალები მიაპყრო, მაგრამ რაიმეს თქმა ვერ გაბედა. გვირაბის შესასვლელთან ბაქნის კიდეზე ორი გუშაგი იჯდა. მესამე ლიანდაგზე იდგა და სიბნელეში იყურებოდა. კედელზე გაკრული იყო გახურნებული ნახევრად წაშლილი წარწერა: არბატის კონფედერაცია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გუშაგები ჩურჩულით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და თუ რომელიმე შემთხვევით ხმას აუმაღლებდა, შენიშვნას აძლევდნენ. ანტონს კიდევ ორი მამაკაცი შეუერთდა და ისინი ჩუმად იყვნენ და კუშტად უყურებდნენ სტუმრებს. მათი სახელები არწიომმა ვერ გაიგონა. ანტონმა რამდენიმე სიტყვა უთხრა გუშაგებს, რომლებიც გვირაბის შესასვლელს იცავდნენ და ნელა გაუყვნენ ლიანდაგს. ერთი შეხედვით ეს სრულიად ჩვეულებრივი გვირაბი იყო, თუმცა არწიომს პირველივე ნაბიჯებიდან დაეუფლა ისეთი უსიამო გრძნობა, რომლის შესახებაც მოვაჭრეები საუბრობდნენ. ირგვლივ სიჩუმე იყო, მხოლოდ შორიდან მოისმოდა ადამიანის ხმა. ალბათ სწორედ იქ იყო საგუშაგო. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პოსტი, რომელიც არწიომს ოდესმე ენახა. რამდენიმე კაცი წრეულად იჯდა სილით გატენილ ტომრებზე. შუაში რკინის ბურჟუიკა, ერთგვარი ღუმელი ბურჟუიკა ედგათ. შორიახლო კი მაზუთით სავსე ვედრო მოჩანდა. გუშაგების სახეებს მხოლოდ ღუმლის ცეცხლის ალი და დაკიდებული ზეთის სანათურის შუქი ანათებდა. გვირაბიდან მობერილი სიო ოდნავ არხევდა სანათურს და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ აქ მსხდომი ადამიანების ჩრდილებსაც საკუთარი სიცოცხლე ჰქონდათ. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ გუშაგები ზურგშექცევით ისხდნენ გვირაბისგან. შემცვლელები რომ დაინახეს, გუშაგები შინ წასასვლელად გაემზადნენ. რა ხდება? იკითხა ანტონმა და ციცხვით მაზუთი ამოიღო. რა უნდა ხდებოდეს? ყველაფერი ძველებურადაა. გვირაბი ცარიელია, სიჩუმეა. ხრები აიჩიჩა წინაცვლის უფროსმა. მერე ცხვირი მოიხოცა და სადგურისაკენ გასწია. სანამ რაზმის წევრები სამორიგეოდ ეწყობოდნენ, მელნიკმა ანტონს შესთავაზა: ცოტა ღრმად ხომ არ შევსულიყავით? ვნახოთ იქ რა არის. სანახავი არაფერია, ჩვეულებრივი კედელია, 100-ჯერ მაინც მაქვს ნანახი. თუ გინდა წადი და ნახე, 15 მეტრშია. ანტონმა ხელი გამარჯვების პარკისაკენ გაიშვირა. კედლის წინ გვირაბი ნახევრად დანგრეული იყო. იატაკზე ქვების ნატეხები და მიწა ეყარა. ჭერი ზოგ ადგილას ჩამოწოლილი იყო, გვერდითი კედლებიდან კი ბათქაში ცვიოდა. შორიახლოს შავად მოჩანდა დაბრეცილი შესასვლელი სათავსოებში.
ამ აპენდიქსს კეტავდა ბეტონის ბლოკებისა და რიყის ქვების კედელი. მელნიკმა ფარნით გაანათა გვირაბი და კედელი. საეჭვო რომ ვერაფერი იპოვა, მხრები აიჩიშა და შუქი დაბრეცილი კარისკენ მიმართა. გულდასმით დაათვალიერა მიტოვებული სათავსო, მაგრამ შიგნით არ შესულა. მეორე გვირაბშიც არაფერია შეცვლილი? კითხა მან ანტონს, როცა საგუშაგოზე დაბრუნდა. რაც 10 წლის წინ იყო, იგივეა დღესაც, უპასუხა მან. ხანგრძლივ სიჩუმე ჩამოვარდა, ფარნები ჩააქრეს. აქაურობა ცეცხლის ალი და პატარა ზეთის სანათურის მრქალი შუქის ძლივს ანათებდა. ჩამოწოლილი სიბნელე მარილიანი წყალივით თითქოს გარეთ აგდებდა უცხო სხეულებს. ამიტომ გუშაგები ღუმლის გარშემო შეჯგუფდნენ. არწივმა ერთხანს ითმინა, ბოლოს კი ვეღარ გაუძლო დაძაბულ სიჩუმეს და იკითხა: თქვენ სადგურზე არასოდეს ყოფილ ვარ. მაშ რიღასთვის მორიგეობთ თუ იქ არაფერია? ასეთია წესი, მიუგო ანტონმა. ჩვენ რომ მორიგეობთ, იმიტომ არ ჩნდება აქ რაიმე, ასე ამბობენ. კედლის იქით რაღაცა? ალბათ გვირაბი გამარჯვების პარკამდე მიდიოდა. იქ ცხოვრობს ვინმე? ანტონმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი გადააქნია გაურკვევლად. ცოტა ხანს ჩუმად იყო და მერე ჰკითხა: მართლა არაფერი იცი გამარჯვების პარკის შესახებ? თუ და პასუხს აღარ დალოდებია, განაგრძო. ღმერთმა იცის ახლა რა დარჩა იქ, მაგრამ ადრე უშველებელი ორმაგი სადგური იყო, სულ ახალი, ბოლოს აშენებულთაგან ერთ-ერთი. ასოკოვანი ხალხი, ვისაც ის ნანახი აქვს, ყვება, რომ ძალიან მდიდრული და ღრმა იყო. სხვა ახალშენებს კი არ გავდა. გვირაბების ჩამონგრევამდე ადამიანები იქ ალბათ საკმაოდ კარგად ცხოვრობდნენ. გვირაბები რატომ ჩამოინგრა? როგორც აქ ჩვენთან ამბობენ, თავისით ჩამოინგრა. ანტონმა ამ ხანაგებს გადახედა. ცუდად დაპროექტებული იყო. მშენებლები მასალებს იპარავდნენ და ასე შემდეგ. მე კი გამიგია, რომ აქაურმა ხელმძღვანელობამ ააფეთქა ორივე გვირაბი. ჩუმად თქვა ერთ-ერთმა გუშაგმა: თურმე კონკურენცია ჰქონდათ გამარჯვების პარკთან. შეიძლება ეშინოდათ, რომ პარკი დროთა განმავლობაში დაიპყრობდა. ხომ გახსოვს, მაშინ ვინ მართავდა კიევსკაიას? აი ისინი, ადრე რომ ბაზარში ხილით ვაჭრობდნენ. ცხელსისხლიანები იყვნენ და საქმის გარჩევა უყვარდათ. ერთი ყუთი დინამიტი ერთ გვირაბში, მეორე მეორეში და საქმე მომთავრებულია. უსისხლოდ გადაწყვიტეს პრობლემა. იმათ რაღა დაემართათ? ჩვენ არ ვიცით, აქ გვიან მოვედით, დაიწყო ანტონმა, მაგრამ ლაპარაკის ბუნებაზე მოსულმა გუშაგმა სიტყვა ჩამოართვა. რა უნდა დამართოდათ? ყველა დაიღუპა. მეტროსგან მოწყვეტილ სადგურზე დიდხანს გაძლება შეუძლებელია. მზემოთ ვეღარ ავიდოდნენ. ალბათ ფილტრები გაუფუჭდათ, ან გენერატორები, ან კიდევ წყალმა დატყურა იქაურობა. გამიგონია, რომ თავიდან ცდილობდნენ გვირაბის გაწმენდას, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნიეს. ვინც აქ ადრე მორიგეობდა ხოლმე, ამბობს, რომ მილებიდან ყვირილი ისმოდა, მერე ესეც შეწყდა. გუშაგმა ჩაახველა და ღუმელს ხელები მიუშვირა. ცოტა ხნის შემდეგ კი განაგრძო: ამას ომსაც კი ვერ უწოდებ. ასე ვინ ომობს? იქ ბავშვები და ქალები იყვნენ, მოხუცები, მთელი ქალაქი იყო. რისთვის გააკეთეს ეს? ალბათ ფული ვერ გაიყვეს და იმიტომ. თვითონ არავინ მოუკლათ, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. აი რომ კითხულობ, რა არის იმ კედლის იქით? სიკვდილია და მეტი არაფერი. ანტონმა თავი გადააქნია, მაგრამ ამ ხანაკს არ შეკამათებია. მელნიკმა ყურადღებით შეხედა არწივს. თითქოს დააპირა რაღაცის დამატება, მაგრამ გადაიფიქრა. არწივს შესცივდა და ხელები ღუმელში მიუშვირა. ცდილობდა წარმოედგინა, რას განიცდიან ამ სადგურზე მცხოვრები ადამიანები. მათ ხომ სჯერათ, რომ ლიანდაგი, რომელიც მათი სახლიდან იწყება, სიკვდილის საუფროში მიდის. იგი მიხვდა, რომ უცნაური მორიგეობა ამ ჩახერგილ გვირაბში აუცილებლობით კი არ იყო გამოწვეული, არამედ თავისებურ რიტუალს წარმოადგენდა. ვისი დაფრთხობა უნდოდათ აქ ჯდო, მით ვისთვის უნდა შეეშალათ ხელი, კიდევ უფრო აცივდა და არწივს კანკალი დააწყებინა. არც ღუმელი და აღარც თბილი ქურთუკი შველოდა. მოულოდნელად სტალკერი შებრუნდა კიევსკაიასაკენ, მიმავალი გვირაბისაკენ და სმენად იქცა. არწივმა წყური მიუგდო და მიხვდა, რატომ დაიძაბა ასე მელნიკი. გვირაბიდან მსუბუქი ნაბიჯების ხმა ისმოდა. შორს ჩანდა მოხტუნავი ფარნის შუქი. თითქოს ვიღაც მორბოდა მათკენ და შპალებს ახტებოდა. სტალკერი წამოხდა, კედელს გაეკრა და სინათლის ლაქა მიზანში ამოიღო. ანტონი მშვიდად ადგა და გვირაბისაკენ გაიხედა. მისი პოზის მიხედვით მიხვდებოდით, რომ იგი სრულიად არ ელოდა რაიმე საშიშროებას. მელნიკმა თავისი ფარანი ჩართო და სინათლის წრეში პატარა, ხელებაწეული ფიგურა გამოჩნდა. მამი, მე ვარ, არის სროლოდ, დაიძახა ბავშვის ხმამ.
სტალკერმა ფარანი გვერდზე გასწია და წუთის შემდეგ თავჩანგინდრული ბიჭი უკვე ღუმელთან იდგა. ეს ანტონიშვილი იყო. მოხდა რამე? შეშფოთებით კითხა ბიჭს ანტონმა. არა, უბრალოდ შენთან მინდოდა, პატარა ხომ აღარა ვარ, სულ დედასთან ერთად ვიჯდე კარავში. როგორ მოაღწია აქამდე, იქ ხომ დაცვა დგას. ზიაპეტიას მოვატყვე, რომ დედა შენთან გამომაგზავნა. დამარიგა, რომ არსად გადამეხვია და გამომიშვა. ზიაპეტიას მე დაველაპარაკები, გაბრაზდა ანტონი. შენ კი დაფიქრდი დედას როგორ აუხსნი ამას, უკან მარტო არ გაგიშვებ. თქვენთან დავრჩები? ბავშვი ახტაცებისგან ხტოდა. ანტონმა გვერდზე გაიწია, შვილი გამთვარტომარად დასვა, ქურთუკი გაიძრო და მოახურა, მაგრამ ბიჭი არ გაჩერდა. იატაკზე გადაინაცვლა, ჯიბიდან ამოალაგა თან მოტანილი განძეულობა, ცარიელი ვაზნები და კიდევ რამდენიმე ნივთი. ნაჭერი გაშალა და ნივთები ზედ დაალაგა. იგი არწურის გვერდით იჯდა და ყმაწვილმა კარგად შეისწავლა ეს ნივთები. ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა პატარა ყუთი გვერდზე სახელურით. ოლეგმა სახელური დაატრიალა და ყუთიდან მარტივი მელოდია მოისმა. მათ თუ ყუთს სხვა საგანს მიაყრდნობდა, რეზონანსის წყალობით მელოდია უფრო ძლიერდებოდა. ყველაზე კარგად ეს რკინის ღუმელზე მიყრდნობისას გამოდიოდა, მაგრამ ცხელ ღუმელზე ყუთის დიდხანს გაჩერება არ შეიძლებოდა. არწურს ძალიან მოიწონდა ეს სათამაშო და გადაწყვიტა თვითონაც ეცადა. ოლეგმა დამწვარ თითებზე შეიბერა და ყუთი გადასცა. ეს კიდევ რა არის? ისეთ რამეს გაჩვენებ, რომ შეპირდა ბავშვი. შემდეგი ნახევარი საათი ნელა გავიდა. არწუმი ყუთის სახელურს ატრიალებდა და მელოდიას უსმენდა. მელნიკი ხმადაბლა ელაპარაკებოდა ანტონს, ბიჭი კი იატაკზე ვაზნებით თამაშობდა. ეს პატარა არღანი საკმაოდ სევდიან მელოდიას უკრავდა, მაგრამ მომნუსხველად მოქმედებდა და თავის დადებება ძალიან ძნელი იყო. მაინც არ მესმის, თქვა ბოლოს სტალკერმა და ფეხზე ადგა. თუ ორივე გვირაბი ჩახრიგილია და თქვენ მათ იცავთ. სად ქრებიან ადამიანები? მერე და ვინ თქვენ რომ გვირაბებში ქრებიან? შეეპასუხა ანტონი. ჩვენგან სხვა ხაზებზეც არის გადასასვლელები და სმოლენსკაიასკენაც გადის გზა. მგონია რომ ვიღაც იყენებს ჩვენს რწმენებს. რაც რწმენებზე ლაპარაკი, ჩაერია საუბარში გუშაგი, რომელმაც აფეთქებული გვირაბების ამბავი მოყვა. ჩვენი სადგური დაწყევლილია იმის გამო, რომ რაც გამარჯვების პარკს დავმართეთ. წყალს ნუ ამღვრევ, სანიჩ, უკმაყოფილოდ უთხრა ანტონმა. სერიოზულად ვსაუბრობთ, შენ კი ზღაპრებს ხვდი. წამოდი გავიაროთ. იქ კარი დავინახე და გვერდითა გასასვლელი. მინდა კარგად დავათვალიერო, შესთავაზა მას მელნიკმა. სმოლენსკაიაზე შეშფოთებულია ხალხი. პირადად თვალთვაძე დაინტერესდა. ახლა დაინტერესდა, ხომ? სევდიანად გაიღიმა ანტონმა. საქმე ისაა, რომ ჩვენი კონფედერაცია მხოლოდ ფორმალურად არსებობს. ყველა თავისი ტყავის გადარჩენისათვის იბრძვის. პოლისშიც კი შეკითხვებს სვამენ. აიღე და წაიკითხე. სტალკერმა ჯიბიდან გაკეცილი გაზეთი ამოიღო. არწუმა პოლისში ნახა ასეთი გაზეთები. ერთ-ერთ გადასასვლელში იდგა დახლი, სადაც ისინი იყიდებოდა, მაგრამ ერთი ცალი 10 ტყვია ღირდა და ეძვირა. მელნიკს ჩანდა ვაზნები არენანებოდა. გაზეთს ამშვენებდა სათაური მეტროს ახალი ამბები. მოყვითალო, უხეშ ქაღალდზე დაბეჭდილი რამდენიმე სტატიიდან ერთ-ერთს ფოტოც ერთვოდა. თავში დიდი ასოებით ეწერა. კიევსკაიაზე ადამიანები ისევ ქრებიან. კიდევ ბეჭდავენ თურმე რაღაცას. ანტონმა ფრთხილად აიღო გაზეთი და გაასწორა. კარგი, წამოდი გაჩვენებ იმ შენს გვერდითა გასასვლელებს. ამას დამიტოვებ, რომ წავიკითხო? სტალკერმა თავი დაუქნია. ანტონი წამოდგა. შვილს გახედა და დაუბარა. ახლავე მოვალ, არიცელქო. მერე არწუმისაკენ შებრუნდა და სთხოვა. ძმურად, მიხედე ცოტა ხანს. არწუმმა თავი დაუქნია. მეტი რა გზა ჰქონდა. ანტონი და სტალკერი თვალს მიეფარდნენ თუ არა, ოლეგი წამოხდა. არწუმს მუსიკალური ყუთი გამოსტაცა, დაუყვირა, დამეწია და ჩიხისკენ გაიქცა. არწუმს გაახსენდა, რომ ბავშვი ჩააბარეს. მან გუშაგებს მოუბოდიშა, ფარანი აანთო და ბიჭს მიჰყვა. ოლეგს დანგრეულ სათავსოში არც შეუხედავს. არწუმს კედელთან ელოდებოდა. ახლა ნახე რა მოხდება. წამოიძახა მან და კედლის წინ დაყრილ ქვებზე აცოცხლდა. მერე თავისი ყუთი მილს მიადო და სახელური დაატრიალა. მილი აგუგუნდა. თითქოს თლიანად გაივსო სევდიანი მელოდიით. მილზე ყურმიდებული ბიჭი განაგრძობდა სახელურის ტრიალს. მერე ქვიდან ჩამოხვდა. ყუთი არწუმს გაუწოდა და უთხრა: ახლა შესცადე. ყმაწვილი უკვე იცოდა რაც მოხდებოდა, მაგრამ ბავშვს ხათრი ვერ გაუტეხა. ყუთი მილს მიადო და სახელური დაატრიალა. მუსიკა ისე ხმამაღლა მოესმა, რომ კინაღამ დაყრუდა.
არწვემი აკუსტიკის კანონებს არ იცნობდა. ამიტომ წარმოდგენა არ ჰქონდა უბრალო რკინის ნაჭერი ხმას ასე როგორ აძლიერებდა. რამდენჯერმე კიდევ დაატრიალა სახელური, მერე 5 ოლეგს გაუწოდა და დააყოლა. მაგარია. კიდევ მოусმინე, გაიცინა ბიჭმა. არ დაუკრა ისე მოусმინე. არწვემა მხრები აიჩიშა და საგუშაგოს გახედა. აინტერესებდა ანტონი და სტალკერი თუ დაბრუნდნენ. მერე ისევ მიადო ყურს მილი. რა უნდა გაიგონ ახლა? ქარი ზუზუნი თუ წყლის ჭხრიალი? წყლისა, რომელმაც მშვიდობის გამზირის გვირაბი დატბორა? ერთი წუთის შემდეგ მიხვდა ბიჭს ასე რაც უხაროდა. მაგრამ იმან რაც გაიგონა, თვითონ სულ არ გაამხიარულა. მიწის სიღრმიდან, მკვდარი გამარჯვების პარკის მხრიდან მუსიკის ხმა მოდიოდა. ეს იგივე მელოდია იყო. ვიღაც ან რაღაც რამდენიმე კილომეტრში იმეორებდა გაგონილ ბგერებს. ეს ექო არ იყო. რამდენიმე ადგილას იდუმალი შემსრულებელი შეცდა, სადღაც ნოტი გააგრძელა, მაგრამ ნამდვილად იმავეს უკრავდა. ეს ხმა გუგუნსაც გავდა და მრავალხმიან ნამღერსაც. ეს რა არის? იკითხა გაუგდებულმა არწვემა. მუსიკა, მილი უკრავს, აუხსნა ბიჭმა. არწვემის შეშფოთებას ბიჭი ყურადღებას არ აქცევდა. იგი კვლავ აცოცხლდა ქვებზე და დააპირა თამაშის გაგრძელება, მაგრამ ყვაწვილმა ხელი სტაცა და პროტესტის მიუხედავად საგუშაგოსაკენ წაათრია. მხტალო, ყვიროდა ოლეგი, მხოლოდ პატარა ბავშვებს სჯერათ ზღაპრების. რომელი ზღაპრების? არწვემი გაჩერდა და ბავშვთვალებში ჩახედა, რომ ისინი იმ ბავშვებს იტაცებენ, რომლებიც გვირაბში მილებს უსმენენ. ვინ იტაცებს? არწვემა კვლავ ჩასჭიდა ხელი ბიჭს. მიცვალებულები. ლაპარაკი აღარ გაუგრძელებიათ. გუშაგმა, რომელიც გამარჯვების პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე ყვებოდა, ისე შეხედა მათ, რომ არწვემს სათქმელი პირზე შეაშრა. კარგ დროს დაბრუნდნენ ღუმელთან. გვირაბიდან ანტონი და სტალკერიც გამოჩნდნენ. არწვემა ბიჭი სასწრაფოდ დასვა ადგილზე. მამამისმა სთხოვა, რომ ბავშვისათვის მიეხადა და არ ახოლოდა მას. მერე და ვინ იცოდა, რომელიც სულწმენებისას ჯეროდა თვით ატონს, მაპატიე დაგვაგვიანდა. ცვლის უფროსი არწვემის გვერდით ტომარაზე დაეშვა. ხომ არ უცელქია? არწვემა უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია. იმედი ჰქონდა, რომ არც ბიჭი დაიწყებდა კვეხნას მათი ავანტიურით. ჩანდა ოლეგს თვითონაც კარგად ესმოდა, რომ ჩუმად უნდა ყოფილიყო. იგი იატაკზე დაჯდა და კვლავ თავისი ვაზნების დაწყობას შეუდგა. ანტონსა და სტალკერს მესამე ადამიანიც ახლდათ, რომელსაც არწვემი არ იცნობდა. კაცი საკმაოდ გამხდარი იყო, ჩაცვენილი ლოყები და ჩამოსივებული უპეები ჰქონდა. ღუმელთან მხოლოდ 1 წუთით მივიდა. თავი დაუკრა გუშაგებს. არწვემი შეათვალიერა, მაგრამ არაფერი უთქვამს და მელნიკმა უთხრა ყმაწვილს. ეს ტრეციაკია, რაკეტების სპეციალისტი. ჩვენთან ერთად წამოვა.